მე ვარ დღეს მაყურებელი და თქვენი ლაპარაკებთ უშუალოდ დაშლის ნაწილზე ბიტლზების. ხო, გადავწყვიტეთ, რომ დაშლაზე ვისაუბროთ დღეს, იმიტომ რომ ყველაზე ესეთი დინამიური და საინტერესო და დრამით ახსავსე პერიოდია, საიდან იწყება დაშლა რა, ხო, დაშლა შეიძლება აღიქვა, რომ 6 თვის წინ ანუ დაშლამდე 6 თვით ადრე დაიწყო, შეიძლება აღიქვა, რომ 6 წლით ადრე დაიწყო. რა ქვია იმას? კაროზია მეტალა. გაჩენილი იყო რა. ხო და კიდე ძალიან ერთი ნაწილი ახლავს ამას ის, რომ ვინმეს რომ უნდოდეს ქართულად მოძიება ბიტლზების გარშემო ინფორმაციაზე ძალიან მწირია და ფაქტიურად არ არის. აი ესეთი დოკუმენტალური ნაწილი რა, ეს თუნდაც დაშლაზე, თუნდაც აშლაზე დაწყებაზე არ არის. რაღაცა დოკუმენტური ფილმივით, თუნდაც ან რაღაცა ლაპარაკი ამ თემაზე არ არის. ერთ წიგნი არის ნათარგმნია. ნახო, ან ენციკლოპედიას რო Google-ავ ვიდეოს ფორმატში არ არსებობს. რა, რაღაცა ფრაგმენტული ეს შეიძლება ისინი სტატიები ან რაღაცა. ხო, ნახოთ, ეხლა უკვე ამ ვიდეოს ამოაგდებს. მაყურებელს როგორ მოეწონება და თუ მოეწონება, მე რაღაცა სხვა თემებზე ან რაღაც. მაინც დავიწყო? რა თქმა უნდა, რომ დაიწყო. ეს მინდოდა მეთქვა. ძალიან კაია, ხო, ლამაზია. სანამ დავიწყებთ მაშინ, მე მინდოდა რომ მარწყობიც ჩვენი მეგობრები ბეტსონ სპორტი ვახსენოთ. კი, ჩვენი მეგობრები ბეტსონ სპორტი ძალიან გვერდში მდგომი. ასევე ჩვენი მეგობარი სპონსორი ბილეთებიჯი, ასევე ჰერიო, ქართული წარმოების დინამიკები. ასევე გაკ ჰერიო ბიჭო. არა, დინამიკი ქართული. არა. დათიკოროიცოდი ფორსუდი გვაქვს ესეთი ირლანდიური, შოტლანდიური წარმოების ვისკი, რომელიც ვისკის სახლში და ალკორიუმში არის და აბა თქვენ იცით ახლა. ზივარ და გისმენთ. Forcewood ისეთი სახელია რა რაღაცნაირი. Forcewood ხო. და ასევე ჩვენი ფლატ-ეს არა მაგრამ სტიკერებიც დევს ვეიპორიაში და მე მინდი და მე ეს კონკრეტულად ჩვენ გადმოგეცემა როგორც დღევანდელ ჩვენთანაც წამყვანს, მაგრამ აწისტუმრებსაც ვეცდებით რომ გადავცეთ ხოლმე, აი ესეთი ბრელოკი როგორ არის ქართულად? საგასაღებო. საკიდელა. აი საკიდე. ეს შენ სოფიო დაფნასგან nurse by Dafna ხო. ძალიან დიდი მადლობა. მეც მოვიტანდი თქვენთვის საჩუქარს, მაგრამ არ მინდოდა. ხო და არ მინდოდა. ოკეი. ხო და რა მინდოდა მე თქვა, იცი? აღმოჩნდა რომ გათავდა სტიკერები გორში და დიდ დიღომში და ესე იგი ყოლია ყველაზე დიდი fan base-ი გორში და დიდ დიღომში და მინდა მოვიკითხო ჩვენი გორელი და დიდ დიღმელი მაყურებელი. გორი და დიდ დიღომი ებმევა ფაქტიურად თან. გასასვლელში გორთან არის. ეს არის Beatles special-ი, სადაც საუბრობთ გორზე და დიდ დიღომზე. რეალურად ბიტლები ხო გორელები იყვნენ. რაღაც თვალსაზრისით მე უფრო რაღაც ფოთისკენ ვიხრებოდი პორტის ქალაქი რო არის. ლივერპული არის საპორტო ქალაქი. მოკლედ მე ბევრი რამე არ ვიცოდი ბიტლზების მაგალითად იმ ნაწილზე რომ ესენი გერმანიაში წავიდნენ და თქვათ იქ ჰამბურგში რაღაცეები წადეს და რეალურად იქ დაკავშირდნენ ერთმანეთთან, ხო? ფაქტიურად ეგრე გამოვიდა. დრამერი ხო იქ დაამატდა მე როგორც ვიცი. რინგო კი გაიცნეს უკეთ, მაგრამ ეხ მაგ თემაზე გავხურდეთ ახლა დავიჯერო. შეგვიძლია მოკლედ ყველაფერზე უნდა გავხურდეთ რა. მართლა თუ გამოვა ეხლა დაშლის ნაწილს კაი აქცენტი გავუკეთო და დანარჩენზე ზოგადად რომ რაღაცა ეს რაც არიძიება ჩვენთან რომ მოიძიებოდეს აწი გავაკეთოთ სადამდე ჩვენ. ჰამბურგი იყო რეალურად პონტირო ალან უილიამსი იყო ესეთი მენეჯერი ლივერპულში რომელმაც უთხრა რომ აი სამსახურის პონტი არისო ჰამბურგში რომელიც აყვავდა როგორც აი რაღაცა Red Light District-ით იყო იმ დროს ამსტერდამი არის. ამსტერდამი იყო, აი გულაობა და აი ომის მერე აშვებული ქალაქი. აიშვეს. ხო, იმინა ამსტერდამი იყო, ჰამბურგი მაგროს და ბევრი კლუბები და ამ კლუბებში უკრავდნენ ეს ლივერპულიდან იაფი მუშახელი იყო რეალურად. და კლუბები ბევრი ინტერესებდა, ანუ მოსმენის გარეშე ესე მოყავდათ ბენდები და უკრავდნენ. და პლუს იქ კლუბებში ანუ რაღაცა საღამოს გაიხსნებოდა დილამდე მიდიოდა შესაბამისად შენ თუ ბენდი იყავი მან რომელიც მან სულ უკრავს უნდა უკრავდეს 10 ან 12 საათი მაინც და მე რაღაც მომენტში ისინიც მიდიოდა ამათ ხო როკ-ენ-როლის დაკვრა იცოდნენ და ხალხი ითხოვდა ვოდევილს ან რაღაცა ფოლკლორს რაღაც სიმღერების შეკვეთებით მიდიოდა რაშიც მე გაეცნენ სხვა მუსიკალურ იმებს მაგრამ ეგ მაგარი გამოცდილება იყო მან გახდნენ მან დაკაცდნენ რა პირდაპირ მნიშვნელობითაც რეალურად ეგ ეს კლუბებში დაკვრა
ხო ის არის გიზდის დაკვრეს როგორც მუსიკოსები როგორც გიზდებიან, სასცენო ხო. მუსიკოსები მან გაიზარდნენ რეალურად და მან ტექნიკურად დაიწყო ვითარდებიან, ნარკოტიკების მოხმარება. ამათ აფერები, იმიტომ რომ იმათმა, რა ქვია, მიმტანები ისინი ხო ბევრს მუშაობდნენ და დებდნენ. ჭირდებოდნენ რაღაცა აფერებს და ამათაც უძლებდნენ. რო ხედავდნენ რომ ეს საწყალი ბიჭები ეძინება 10 საათია უკვე უკრავს, ანუ ესენ რა. ჯიგრები ანუ 10 ჯანქები საათი იყვნენ? დააკვრა ამ წარმოგიდგენია. დროს არა, მაგრამ აი ამ ჯანქები დროს იყვნენ? იწყება. ვინ? ჩვენები. ამ დროს იწყება ხო, ეგ. აბა რა იყო. მაგარი ჯანქები ხო. იყვნენ. ნუ ბავშვობაში არა, ბავშვობაში წომა ნაკლებად იყო, ხო, მაგრამ ხო. არა, აი მაქიდან ჰამბურგის ჰამბურგიდან პერიოდიდან უკვე. და იმიტომ რომ მართლა მთელი ღამე ვერ გაკაჩავდნენ და ვინც ყოველ შემთხვევაში ან განგსტერები ან კლუბის ფლობელები იყვნენ, მაგის ანუ რა ლუდს აძლევდნენ უფასოდ და აი ამ გასახდომ წამლებს, რომელსაც ამფეტამინის შემადგენლობა იყო ქონდა. პერიოდი გაკრას. აი, ეგ არის, ხო. დამოწდა რა ქვია. ჰამბურგი? არა, იმ წამოწ. პრელუდინი იყო ხო, რაღაც ეს კიდე რაც სხვა ერქვა, ხო. მათ აძლევს. რომელზეც ლენონი გიждდებოდა მაგ წამლებზე. რეალურად დაჟე იძახია რომ ბერლინ დანგრევის მერე იმიტომ სწრაფად განვითარდა იმის გარდა რომ მატერიალური რესურსი ხო, ჩაიდო ანუ ხო, მაშინ არა. მოშნა თელი გერმანია დასმული ყავდა ჯარისკაცებიან პერსონალიან იმიანად და შეაბერინეს აუცი იქით ლეგენდაც დადის მაგას არის მაგაში ლოგიკა რა. და ეს ხდება მაშინ, როცა ანუ რამდენი წლის იქნება ლენონი 1900 არა რამდენი 19 წლის ალბათ. 19. ისინი უფრო პატარებიანენ, ჯორჯ ჰარისონი საერთოდ არასრულწლოვანია და გამოვიდა დაადეპორტეს. დაადეპორტეს მაგის გამო. ჰამბურგიდან? კი. მაგრამ ანუ იქამდე რა ლივერპულში რამდენი კლუბი იყო 2-3 წელი, სადაც უკრავდნენ ხოლმე. ჯაკარანდა იყო, კავერნი იყო. და ერთი პიტბესტის დედის თვითონ. ხო, ჯაკარანდა იყო. ეგ არის. მანამდე დრამერი სხვა ყავდათ ჰამბურგში მაგარი რაღაცა გითხრა? აი რო თქვი ალან უილიამსი თქო, მენეჯერი ყავდა თქო, რატო ვიცი ესე კარგად მაგის სახელი? იმიტომ რომ თბილისში იყო ჩამოსული. რას იყო ამბობ? მამა ჩემის მენეჯერი. რა სამბობ, ეს ტრიბიუტ ბენდების მენეჯმენტობა და ხო. აუ რა მაგარია. და ალან უილიამსი იყო ჩამოსული ეს მენეჯერი აქ და პირველი ვინც მაგარი იყო გულაობები და მაგ რა. ო რა. ანუ ის როდიდან შედის მე ბრაიან ეპსტეინი. ბრაიან მარტინი. ეპსტეინი. არა ეპსტეინი კი არა მარტინიც ხო ყავდა ჯორჯ არა, ეგ მარტინი პროდიუსერი. ჯერ ბრაიან ეპსტეინი აა, არის თქვენ მენეჯერი, მენეჯერზე რომელსაც ლაპარაკობთ, მერე გაიცი, გაიყვანა ბრაიან გავიგე. ეპსტეინზე. აუ სერიოზულად დავხტივართ აქეთ-იქეთ. არა ხო მაგრამ მე ისევ მოყევით ხა მაქიდან ჰამბურგიდან მე არა, შენ ბრალი რაღაცას ვაკეთებ და არა მოკლედ ხალხი არის ლივერპულში, მე მიდის ჰამბურგში და მე ბრუნდება მე უკან ხდებიან სახში. ბიტლები, მოკლედ. ხო და რადგან ეხა მოდი ჯობია შევიზღუდოთ თავი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა და შევიზღუდოთ თავი დაშლით რა. აი, რა ვიცი, რომელ წელს იშლება ბიტლები? ოფიციალურად 1970 წელს, მაგრამ 79-ში უკვე დავიშალეთ. და ასაკები გახსოვს? ყველაზე ისდაც ინფორმაცია ეგ არის რა. კი, ანუ გახსოვს? ჯონ ლენონი არის 29 წლის, მაკარტნი 28 და ჯორჯ ჰარისონი არის 27-ის. ბავშვი აი რინგოს თქვი. რინგოც 29-ის არის არა? ხო, 27 წლის ასაკში ტიპს ბიტლები აქვს მოლეული წარმოიდგინე რა. ოღონდ ბებერი კაცის ვიძია წვერები. ნუ დაიღო ხო, იმიტომ რომ ნუ 100 კაცის სიცოცხლე იცხოვრეს, რა ვიცი. ხო ამბობენ რომ ისე ძაღლის წლებით ცხოვრობდნენ. ხო, dog years, კი, რაღაც ეგეთი ხო გამო. შემოქმედებით ხალხი ხო ესეა დიდი ინტენსივობით ვინც იხარჯება მალე ბერდებიან ნუ განსაკუთრებით თან თუ ხარ რაღაცა მსოფლიო ფენომენის აი მთელი ქარიშხალი რო შენ გარშემო აი ტრიალებს. ის ავიღოთ თუნდაც პრესლი ხო ესე მოკდა ემოციური გადაღლილობა ქონა ტიპს და მაგით ეგ იყო ხო ძირითადი მიზეზი თან წამლები და ნუ ნარკომანიც ნარკომანიც იყო და ხო ტუალეტში არასწორი შემთხვევა და არასწორი სენდვიჩი. მაგრამ რამდენი სკდება პრესლი 35 მგონი პატარა ნუ მაინც ახალგაზრდა არის ცალსახად იცი რა რეალურად ანუ ოფიციალურად ბიტლების აი ეს ზედაპირულად რო შეხედო ბიტლების დაშლა იწყება იმ დღიდან როცა ერთ-ერთ შეხვედრაზე Apple-ში Apple არის ბიტლების კომპანია მაგიტო გვიდევს ვაშლი და ვინ მიხვდება რატო არის ბახალდა დღეს ზებრის ფორმაში რამეს გაჩუქებთ კომენტარებში დაწერეთ პრელოგს გაჩუქებთ არ ვიცი როგორ რამენაერად იწყება იმ დღიდან, როცა ერთ-ერთ შეხვედრაზე ლენონი მოვიდა და მაკარტნის ეუბნება, რომ მაკარტნი ებაზრება, რომ აი ახლა ის ფილმი უნდა გადავიღოთ, ახლა ალბომი ჩავწეროს და ეს ყველაფერზე უარს ეუბნება და ბოლოს ეუბნება, რომ მე აღარ მინდაო ბენჩი ყოფნა. განქორწინება მინდა. და ამათმა რომ ყარში იქნებ ახლა არ თქვაო, სანამ ალბომი უნდა გამოვიდეს რაღაცა და კარგი არ ვიტყვიო და მაკარტნიმ ჩაფარცხა ეგ რაღაცა დივანის ქვეშ ალან კლაინმაც ხო ბოლო წელია ეს არის 79 წელი და ამ დროს უკვე აი ძალიან ერთად აღარც მოძრაობენ ხოლმე რა იშვიათად ატარებენ დროს ერთად თუ საქმე არ არის
მაგარნი გადაწყვიტა რომ თუ საჯაროდ ამას არ იტყვის, ესე იგი არაფერი არ მოხდა ახლა იცოდნენ რომ ლენონი ყლეობებს ბაზრობს რა, ეგეთი ტიპი იყო რა, ძალიან იმპულსური რა. მაგრამ რეალურად სად დაიწყო ბიტლების ტოქსინები საიდან წამოვიდა ტოქსიკურობა სად? აი ხო რა ვიცი, შენი აზრით როდის დაიწყო? ეგ უკვე უნდა გავიაროთ ხა, მე ჩემი აზრი მაქვს. ხო, ნუ ეგ სხვადასხვა აზრები არსებობს მაგასთან დაკავშირებით. შენ გინდა family ways-ე თქმა? არა, იცი რა, საერთოდ პირველი კაცმა არის ის რეალურად ოთახებში რა ხდებოდა, მაგრამ ეს საჯაროდ ინფორმაცია რაც არის, პირველი გახეთქილება მე მგონია, რომელიც არ გაჟღერდა გულისტკენა იყო, როცა მაგარნიმ დაწერა Yesterday. და მიდიოდა სერიოზული ბაზარი, რომ ეს იყო სოლო. ანუ Beatles-ის სახელით კი არ გამოვიდეს. გამოვიდეს როგორც Paul McCartney-ის სოლო შემსრულებელი რა. და ნუ იქ მერე ეგ რომელი წელია შენ დაახლოებით? 65. და ძალიან დიდი როლი ითამაშა მენეჯერმა Brian Epstein-მა, რომ არა შანსი არ არისო, ხო არ მიშლება რა, ხო ეგრე. ბიჭო, ამას ვერ დავადასტურებ, რომ ზუსტად მოხდა ეს. მე ახლა ჩემი კომპეტენციით ვერ ვადასტურებ. შეიძლება სწორი ხარ და მე არ მაშლა. ის რომ Paul McCartney-ის სახელით გამოეშვათ ეს. მე არაერთ ადგილას მაქვს წაკითხული და მოსმენილი, რომ მაგაზე მიდიოდა სერიოზული ბაზარი, რომ Paul McCartney-ის სახელით გამოეშვათ. ნუ მე ამას ვენდობი ამ ინფორმაციას. და საბოლოო ჯამში გამოუშვეს ბიტლები, მაგრამ აი ეს სარკასტული გამონათქვამები მაინც მერე იყო აი ერთ-ერთ კონცერტზე გამოდის ხარისონი Yesterday-ის წარდგენის წინ და ამბობს რომ Paul McCartney from Liverpool opportunity knocks ანუ აბა შენ ანუ როგორ უნდა გადავთარგმნო წაკბინა? წაკბინა, ჩემი გადმოსახედა წაკბინა. Yesterday-ზე კმენა კიდე ძალიან დიდი ხანი ხდებოდა. და მეორეც მაქვს ოღონდ. ამათმა ფული როცა იშოვეს, ფული იშოვეს რა 63-ში, 64-ში, ანუ როცა 24 წლისების არიან, ყველამ თითქმის ლონდონის გარეუბნებში იყიდა ბინა. ბინა რა, კერძო სახლები ხო ხდები, რაღაც მენშენები. და ლენონს ძალიან საშინელი ბავშვობა ჰქონდა და დედამაც მიატოვა და მამამაც, ამიტომ აი ეს ბიტლზი ჰქონდა როგორც სუროგატი ოჯახი რა. ეს ჩემი წარმოდგენით ესე ხდება, რომ ლენონს იმედი აქვს, რომ ყველანი ამ ცხოვრებით იცხოვრობენ და რინგო და ლენონი რეალურად ახლოს ცხოვრობენ ერთმანეთთან. ჰარისონის, მაგრამ Paul McCartney ლონდონში დარჩა. ლონდონში დარჩა. და bachelor life ცხოვრობდა და ესენი თავიანთ ცოლებთან ერთად საერთოდ გარეუბანში არიან რა. რაღაცნაირად გონია რომ იგიც იზოლირებულად აგრძნობინებდა თავს ლენონს McCartney-სგან. ნუ, მაგრამ მაინც McCartney ადგებოდა თითქმის ყოველდღე. ადგებოდა, მაგრამ აი ეს ყოველდღიური გადაკვეთა არ ჰქონდათ. მაგის მერე თან ხა ბიტლებში რო უკრავ ცოტა რთულია რომ ცოლი გყავდეს რა და ტიპი ცოლით მოვიდა ბიტლებში რა ბიტლებში რა ხო რა რეალურად ბიტლებში ცოლით მოვიდა ლენონი ლენონი მოვიდა ცოლით და ანუ ცოტა ის ბორკილებით გაიშითა რა ყველა გულაობს ანუ ისე არ არის რომ არ გულაობდა არა ლენონის მაგარი ძაღლი იყო ხადა ვაფშე კი გულაობდა მაგრამ ნუ მაინც ყველაფერს თან ღალატობდა რაც მოძრაობდა ანუ ერთი ცოლი ყავდა ტიპს ორი ჯერ ეგ და მე იოკო ხო და პირველი სინტია ლენონი ყავდა მე თქვი იოკო თქო და კი ომითხა არა იოკო არა კაცო იოკო მე ამ იოკო შემოვა იოკოს მაგის ნაწილია მე რა ანუ ეს როცა ხდება ანუ ტურინგი მიდის ფაქტობრივად მთელი წელი არიან ტურზე სოფლიოს გარშემო და თვითონ როგორც ამბობენ რომ თვეში აქვთ ერთი დასვენების დღე ანუ როგორი არის ყოველ 29 დღე მუშაობ და მარტო ერთხელ გაქოლმე დასვენების დღე სოფლიოს გარშემო დადიხარ წელიწადში 2 ალბომს წერ პლუს სინგლები საერთოდ ფილმს იღებ ძალიან ისეთი ჰექტიკ ცხოვრება აქვს მაგ პერიოდში რა და რაღაც მომენტში მე აი დგება ის მომენტი როცა ლენონმა რო თქვა რა ქვია იესოზე უფრო ცნობილები ვართ მთელი სკანდალი იწყება ამერიკაში საშიში არის ტურინგი ამერიკაში იმიტომ რაღაც კუკლუქს კლანი გამოდის და რაღაცა რასისვრიან ფეირვერკებს და რაღაც ასაფეთქებელ რაღაცებს. ანუ და წდება რომ ჩვენ ტური აღარ გვინდა. ეს არის 66 წელი რა. კაჩე, ეგ რო ჩავშალოთ რა, ეს იესოზე პოპულარულები ვართ პონტი რა. ინგლისურ რაღაცა, ინგლისელ ჟურნალისტს მიცა ინტერვიუ და ყვება ანუ დღევანდელ მდგომარეობაზე ყვება რა. იმას ცოტა აროგანტულად კი არ ყვება მაგას, იმის და მიხედავთ რომ იყო აროგანტული კაცი რა.
ყვება რომ ანუ აი რა ხდება ვშე თინეიჯერებისთვის ჩვენ უფრო მეც ვნიშნავთ ვიდრე იესო დღესდღეისო. და კონტექსტიდან ეს ნამოკლეჯოთ მე რამოდენიმე თვეში ამერიკელებმა წაიღეს აღმოაჩინეს. ხო, ანუ ინგლისში ვაშინ. ინგლისში ფეხებზე ბევრად სეკულარული საზოგადოება არის რა. ამერიკა როგორც ჩანს, როგორც დღეს ჩვენ უკვე ყველანი ვართ, headline-ების ქვეყანა იყო რა. აი მთავარია ეს headline-ი წააკითხო და შიგნით რა, ამბობს რაღაც არავის არ აინტერესებს ქარდები რა. ხო, ეს იყო მართლა ძალიან სერიოზული სკანდალი იყო, იმიტომ რომ ხალხი აი რადიოში აცხადებდნენ, რომ აქ ვიკრიბებით და Beatles-ის იმეს ფირფიტებს წვავთ. და აი ბავშვები მოდიან და აი მაგარი არის თუ რაღაცა. აი ძალიან მუქარები სიკვდილით რა, ანუ მუქარები და პლუს და უკვე 4 წელია ცხოვრობენ აი ამ ქარიშხალში. ვაფშე არ დაუსვენიათ რეალურად. და ბოლო კონცერტზე რეალურად რაღაცა ყველა ბილეთი ვერ გაყიდეს და. ნუ ეგეც შეიძლება, მაგრამ მეორე მხრივ ბოლო კონცერტიდან გაყავთ იმითი ტყვია გაუმტარი ამერიკაში ხდება. ხო, ტყვია გაუმტარი მანქანით რო გაყავხარ და ეს 4 ვენის ხედან და თვითონ ლენონი ყვება თუ მაგარნი არ მახსოვს, მაგრამ ერთმანეთის გამოხედვით მიხვდნენ ამ რო ჭანჭყარებს ეს მანქანა რო მორჩა ეს. აუ დაჟე მაკარტნიმ არ ვიცი რატო, ალბათ ხვდებოდიო რომ ბოლო კონცერტი იყო, არასდროს არ შვებოდიო მაგას რომ ვიღაცას მივეციო მაგნიტოფონი რომ ჩაიწერო ეს კონცერტიო რა. მივხვდი ხო. ის მე რაღაცა ინტერვიუ მაქვს ნანახი ვიღაცა ამერიკული ბენდი იყო ესენი ჩავიდნენ დასაწყისში ამერიკაში ვიღაც გოგოები იყვნენ თუ გოგო იყო ლიდი იმ ბენდის და მოკლედ იმ გოგო რო ჩამოვიდნენ უკვე ესეთი პოპულარულები იყვნენ რომ მე სადღაცო რო გამესეირნებინაო ვერსად ვერ გამყავდაო რა ის ხალხი დაგზდევდა და სადღაც იმაში ჰარლემში წავიყვანეო რომელიღაც აიყლეობა ფაფში და ვაფშე არავინ არ იცნობდა იქ ვიღაცები პროსტა საჭმელად შესო ვიღაც ისე ბუნებრივად და კარგად იქნეს თავი რომ მივხვდიო რომ ეგ ამბიციური გამოყლეებული ტიპები რომლებსაც უყურადღების ცენტრში უნდა არ უნდოდა თავის ცხოვრება უნდოდა თუ რა იქ ისე გაუსწორდა თუ ეგ რეალობა საშორს ისიც იყო რომ ამერიკაში როცა ჩადიოდნენ სამხრეთ შტატებში და რო უთხრეს რომ მანდ არის სეგრეგაცია არ შეიძლება რომ შავკანიანი და თეთრკანიანი აუდიტორია ერთმანეთში იმერეოდეს ამათ მათ თქვეს რომ ანუ 60-იანი არ გვექნება ლაივი ეგეთი ანუ უარს ამბობდნენ სეგრეგირებულ ხალხთან დასაკრავად და ну ეგ მაშინ არ გაჟღერებულა ეგრე ძალიან მაგრამ ეგ ნიშნავანი იყო მაგრამ კაი მოდი ბრაიან ეპსტეინის ვთქვათ ბრაიან ეპსტეინი არის ტიპი რომელიც ლივერპულში მამამისი ფლობდა ფირფიტების მაღაზიას გაიგო ამ ბენდის შესახებ, იმიტომ რომ ვიღაც შემოვიდა მაღაზიაში და იკითხა Beatles-ის ის ხო არ გაქვთ ფირფიტა, ანაზე არ ვარ ვინ არის, წავიდა კარვანში მოისმინა და ეს ბიჭები მომწონს. ამ ბიჭებს მე გამოვაწყობ და მოვხოდა ასე ვთქვათ. და გაბრანჭა გაზმანა და და როცა მიიყვანა ჯორჯ მარტინამდე, ჯორჯ მარტინი იყო რეალურად ბოლო პასატკა, იმიტომ რომ ყველაზე ბანძი პონტი იყო რა. ანუ ხო, იმიტომ რომ კომიკურ რეკორდებს კომედიის ლეიბლი იყო. რა, ანუ მაშინ ხო ფირმიტაზე გამოდიოდა კომედია რა. მარტინს ქონდა ეგ ლეიბლი, ხო. და წარმოიდგინე რა, ეგ უკვე აი დამარცხებულის მაგრამ პირიქით მოხდა რეალურად. ხო, რეალურად პირიქით მოხდა, მაგრამ ნუ აი ხო კომედია 3-4 კომპანიამ თქვა უარი. ხო, მაგრამ რეალურად ეხლა ჩემი დაკვირვებით მართლა არ ჩამიხედავს მაგაში, მაგრამ გააშარჟა ეს პერსონაჟები და მაგითი კიდე უფრო რაღაცა სხვა ხასიათი მიცა რა. ისინი მერეა გადაღებულის ანიმაცია, Yellow Submarine და ეგ მერე არის, მაგრამ სხვა არ უკვე მარტინი ყავთ. კი. და ის რაღაცა კიდე დოკუმენტური ფილმია რომ გემში იმაში რო ხდებიან მატარებელში და ეს Hard Day's Night ეგენიც უკვე ეგ ტიპია. ეგ ხო, ყველა ჯორჯ მარტინს ანუ ჯორჯ მარტინს გარეშე რეალურად ჩვენ არაფერი არ ვიცი. მაგრამ ეს მუსიკალური პონტი არის. ანუ ეგ ბრაიან ეპსტეინია ეგ ყველაფერი, იმიჯი და ეგ ყველაფერი და მუსიკალური პროდიუსინგი არის ჯორჯ მარტინი. ბრაიან ეპსტეინი არის გეი, რომელსაც ძალიან უყვარს თეატრი და ხვდები ანუ თეატრი მოაწყვა ყველაფრისგან რა. და ბევრად ანუ ესენი ყველანი დაბალი კლასის წარმომადგენლები არიან ბრაიან ეპსტეინი ბევრად ეხლა მამამისის ბიზნესმენი ქონების ქონა ანუ სულ სხვა ხო ინგლისში ეგ იგრძნობა ანუ ჩვენ შეიძლება ვერ მივხვდეთ რაზე ლაპარაკი მან ძალიან იგრძნობოდა და ანუ ამაც როცა ესენი ჰამბურგში უკრავდნენ და ეცვათ ეს ტყავის რაღაცნაირ დაძეძგილი ტანსაცმელი და თვითონ ლენონი როგორც ამბობს სცენაზე ჭამდნენ ზოგჯერ არ წევდნენ კიდეც და ანუ რაღაც სიგიჟეებში გადადიოდა რა და ანუ ბრაიან ეპსტეინმა დავარცხნა და ჩაათვა ეს კოსტუმები, რის გამოც ლენო ყოველთვის ამბობდა, რომ sold out გააკეთეს რა, selling out გააკეთეს იმ მომენტში. იმიტომ რომ მერე გაიშთა Rolling Stones, რომელმაც არ ჩაისვეს კოსტუმები და ტყავებში გამოვიდნენ და სუშურდა ლენონს მაგის. რომ არ უნდა ჩაგვეცვა კოსტუმებიო და ჩვენი როკ-ენ-როლით უნდა გაგვეტანაო რა. ხო, მაგრამ რეალურად ეხა როგორ იყოფა ის რომელი ალბომის მერე შემოდის ეს ჯორჯ მარტინი? ჯორჯ მარტინი შემოდის თავიდან. პირველი ალბომი არის. იმიტომ რომ პირველი დასაწყისი ძველი ტრეკები რაც არის, იმის ჟღერადობა უფრო როკ-ენ-როლი არის და მერე რაც შედის ეხა ამ Strawberry Fields-ის და უკვე ხო სხვა ან მასშტაბი ხო და ეგ ერთად მიაგნეს ინსტრუმენტალური მუსიკა ხო არ არსებობს წარმოიდგინე
იგონებენ. ანუ ეს ის პონტი კი არ არის ეხლა რო ვართ და აბა იმის პონტში გავაკეთოთ იმ ეს გავამეოროთ. რაღაცა. ანუ არ არსებობს რა, იგონებენ. ანუ პირველი ალბომი რაც არის, ესეთი მუსიკა კიდე რაღაც დონეზე არსებობდა პრიმიტიული და როკ-ენ-როლი მაქიდან იყო, მე ხო, ხო ხო. რა. კი, 12 მარიანი როკ-ენ-როლი იყო. მაგრამ იმას ვამბობ, რომ 66-ში რო ვამბობთ, რომ ტური შეწყდა, აი მაგ დროს გადადიან სრულად სტუდიური მუსიკოსები ხდებიან, რაც ნიშნავს, რომ აი ის 6 თვე რაც ტურზე ეთმობოდა, ეხლა უკვე 6 თვე ალბომს ეთმობა. всё გასაგები. და ვანდა ახალი ხმების ძიება, სხვანაირი არანჟირება, ექსპერიმენტები. აი ეს იყო პირველი სიმღერა. რაც ტური რო შეწყდა, პირველი სიმღერა იყო Strawberry Fields Forever, რაც შეწყდა. რაც თუ აი ტყუნარი. ხო ანუ Love Me Do-ს მერე 5 წლიდან Love Me Do, არა 5 წელს არა. 5. 4. 4 ხო. ხო, 4 ისა. წლის მერე. რეალურად კარჩე ეს ტიპია რა. ერთ-ერთი ეს ტიპი არის ხუთნი არის, კარჩე. მაგის გარეშე იქნებოდა Rolling Stones. ბოდიში Rolling Stones ფანებთან, მაგრამ ნუ ხო, გასაგები. ხო. ანუ როკ-ენ-როლი იქნებოდა სუფთა სისხლის რა. აი ეს ორკესტრირება და რაღაცები და ჰარმონიების თვითონ ეგეთი განათლებული მუსიკოსები არ იყვნენ რა. ეს უცნაური აკორდები ხმებში გაშლა, ეგ ყველაფერი არის ჯორჯ მარტინი რა. კიდე სიგიჟეა ყველას ხასიათი რეალურად. ჰარისონის ხასიათი აი ამ ტრეკშიც რო შემოდის ის ეგ ხო თავის ის ბუდისტი იყო ეგ ვაფშე? კი. ანუ აი ბუდისტი არა, ჰინდი, ხო, ინდუისტი. ჰინდი იყო ბოლო პერიოდში. მაგრამ ეგეც მერე ხდება. ეგ 66 წელია, ტურს მორჩენ, მე მოდი, ვცდილობ ხო, მოდი, მოდი. მე ვცდილობ რომ აი, ნარატივში მორჩის ტურს. 66 წელს პირველ ტური რო შეწყდა, არის რომ მართლა პირველად არის აი ამ ბენდის დაწყებიდან, რომ 3 თვე თუ 2 თვე ნახევარი აქვს შესვენება. ლენონი თანხდება რაღაც ფილმის გადაღებას ესპანეთში. ჰარისონი პირველად ჩადის ინდოეთში და ეს მონათლა ხდება მისი, ანუ იწყება, რა ქვია, მისი ინტერესი. ამ სცენამ შუა ეგ სადღაც. ხო, ძალიან გარდამტეხი მომენტი არის, იმიტომ რომ აი ჰიპ-ჰოპა რო დაიწყება ამ წელს რა და რინგო არ მახსოვს რას აკეთეს, მაგრამ პოლ მაკარტნი it's over to you. აჰა, ანუ კიდე განხეთქილება სად შემოდის რა. სანამ ლენონი წავა ფილმის გადასაღებად, მაგარტნი და ლენონი დათანხმდებიან Family Way, ესეთ ფილმი არის, მაგის საუნდტრეკის დაწერაზე. ლენონი წავა ფილმის გადასაღებად, გადაიღებს ამ ფილმს, ჩამოვა და გონია რომ ეხა უნდა დაწეროს ამის საუნდტრეკი და ჩამოვა და აღმოჩნდება რომ მაგარტნის დაწერილი აქვს ყველაფერი ჩაწერილი. ხო და და ეს პირველად არის, როცა აი ლენონი და მაკარტნის რაღაც კონტრაქტის ქვეშ თუ სიმღერას ერთად წერენ, under Lennon McCartney არის რა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხას ერთად იყოფენ და საავტორო უფლებებსაც იყოფენ და ეს არის რომ პირველად მხოლოდ McCartney აწერია. გასაგები. არა, მიცა. ბოლოს მის საავტორო მისცა თუ შემოსავალი გავუყო თუ შეიძლება, ხო. ანუ იმიტომ რომ დამნაშავეთ იგზნო თავი და გავუყო. მაგრამ სახელი მისი წერია მარტო. ეს აშკარად ეწყინა ლენონს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომუნიკაცია არ ქონია. ეს არის ბიტლზის და ზოგადად მამაკაცების კონფლიქტების ძალიან კარგი გაკვეთილი. არასოდეს ერთმანეთში არ საუბრობენ თავიანთ წყენებზე და უბრალოდ ილექება ზუსტად. და უფრო დაძაბულობა ხდება. ხო და ეგეც განხეთქილება იყო, რომელიც არ გააჟღერეს რა. პლუს ეგ ძალიან ის არის, ხო. ყურადღების აქცევი ამბავია. შეთანხმდნენ და მე დაირღვა. და პოლ მაკარტნი როცა არის ამ დროს სად იყო ამერიკაში იყო მე მგონი ცოტა ხნით წასული და იდეა მოვიდა რომ ალბომი ჩაეწერათ სხვა სახელით. ანუ ვითომ ჩვენ ვართ ბენდი და ვიტყუებით რომ სხვა ბენდი ვართ რა. იმიტომ რომ ეს ბიტლზის წნეხი ვითომ იმხელა იყო რომ მოდი სირკუს მერკუსი. ზუსტად სირკუს მერკუსი გააკეთა. ეგ იყო სერჟანტ პეპერი რა, ანუ ეს ყველაზე დიდი 67-ის ალბომი, რო თქვი რომ 6 თვე იწერდნენ, რაც იქამდე არ ხდებოდა, იმიტომ რომ პირველი ალბომი 12 საათში აქვს ჩაწერილი. უბრალოდ იქ დგებიან, უკრავენ სიმღერებს და მთავრდება და ამას ნიშნავს რომ დეკემბერში რო იწერს Strawberry Fields-ის საწყის ვარიანტს, შეიძლება მარტამდე არ დაადო ჩელო და სხვადასხვა გადაწყვეტილებები მოიგონო. მაგ ალბომმა მათ შემოიტანა განხეთქილებები, წყენები, რეალურად ანუ ბენდი აღარ იყო. სერჟანტმა აქამდე თუ წერდნენ ყველანი ერთად. ხო. სერჟანტის როგორ იყო, იცი, აი ძირითადი მამოძრავებად ძალა იყო მაკარტნი. და წერდნენ ნაწილ-ნაწილ. როგორც აი ეხლა წერთ ხშირად რა. ხო. რინგოს ძალიან ესე ცნობილი გამონათქვამია, რომ სერჟანტ პეპერის დროს ვისწავლე ჭადრაკის თამაშიო. ხები ანუ არაფერი საქმე არ. იმდენი თავისუფალი დრო ჰქონდა. ხო. და არ და ესენი დადიან და ანუ აი ეხლა ხო, ორკესტრი დავაწეროთ ამას ან რაღაცა ორგანები და იგივე ჰარისონი. და ნუ ლენონიც რაღაც პონჩი მაგას იბაშებოდა, გრძნობდა რა. და ლენონი მე სულ წუწუნებდა იმაზე, რომ აი მაკარტნიო მოვა იტყვის, რომ ალბომს წერთ,
მე არაფერი არ მე მაქვს დრო არ მაქვს. და მიწევდა რამოდენიმე დღეში ვეშების დაწერა. და მეორე, ლენონს Strawberry Fields-იც არ მოწონდა. იმიტომ რომ სულ გრძნობდა რომ სიმღერა სადღაც მიდის და Paul McCartney საბოტაჟს უკეთებდა ან რაღაც მსგავს. იმიტომ რომ Paul McCartney-ს ყოველთვის ამ არანჟირების იდეები აქვს. თუმცა Get Back-ში ძალიან კარგად ჩანს რა, რაღაც Don't Let Me Down ან რაღაცას რო უკრავენ და რაღაცა ცდილობს რომ რაღაცა გაუკეთოს. ყოველთვის hijacking ქართულად როგორ იქნება, ანუ რა, ხელიდან მოტაცება და ხო, გადაკეთება და ამის გამო ლენონი სულ თავს დაჩაგრულად გზნობდა, მაგრამ მე მგონია რომ უბრალოდ არასდროს არ იცოდა ჟღერადობით რაც ეძებდა, როცა Paul McCartney ყოველთვის იცოდა რაც ეძებდა. ნოტებით, ინსტრუმენტებით და ჯორჯ მარტინთან ერთად ამ ყველაფრის განხილვით და ანუ რეალურად ჰარმონია უფრო McCartney არის, რეალურად Beatles-ის ზედაპირულად თუ შეხედავ კი, მაგრამ თლაც ზედაპირულად ხო, ლენონს პირდაპირ როკ-ენ-როლი უყვარდა სულ. ეს ალბათ ბავშვობიდან შეერჩა. მაგრამ მეორე მხრივ, ჰარისონი, რომელიც რეალურად სიმღერებს წერს მთელი ეს პერიოდი, არ არის ლენონ და McCartney-ის დაწერილი. იმიტომ რომ ნაკლებ გამოცდილება აქვს და ესენი უკვე ისეთ კლასიკებს წერდნენ და რაღაც წელიწადში და თან ერთმანეთი იყავთ, ხო? აი ეგ პარტნიორობა მან ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ლენონი რაღაცას ვერ დაამთავრეს, McCartney-ს თან მიოქს და ესე პირიქით. თან განვითარებაც კონკურენციაც და შეჯიბრშიც ხომ მოდის. ხო და ჰარისონი როგორ დაჩაგრულად იგზნობდა თავს, როცა ლენონი და McCartney ყავს ბენდში. ხო, წარმოგიდგენთ, Taxman-ში ერთ-ერთი სიმღერაა Revolver-ში Taxman-ი, სადაც ლენონი დაეხმარა და ცხოვრების ბოლომდე აყვედრიდა. კი. და ისიც იყო რომ აი Paul McCartney-ს ვერ თხოვდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად Paul McCartney-სთან უფრო დაკომპლექსებულად გზნობდა ჰარისონი თავს. და მეორე მხრივ Paul McCartney ეგ ტიპი გზადაგზა ჩამოყალიბდა მაგ ტიპად, რომ შენ ამაში ეს დაუკარი, შენ აქ ეს გააკეთე, რინგომ იქნებ დრამით ცოტა სხვანაირად გააკეთოს და უცებ ცოტა ემსგავსებოდა ბენდი, რომ აი Paul McCartney და backing ტრეკი, ლენონი და backing ტრეკი. მე რო არ დავჩაგროთ ჰარისონიც რომ მივადგებით იმას გაუბაზრებელ ტრეკებს, მე მოვიშველებ ჰარისონის ტრეკებს თქვათ. ჰარისონი, ხო, და ჰარისონი სულ აღიქვავდნენ, აი ხა ჩვენთვის ხო ჰარისონია რა. აღიქვავდნენ ბავშვად. იმიტომ რომ უმცროსი იყო ყველა. ისინი რომ 17-ის იყვნენ, ეს იყო 14-ის თუ 15-ის ხვდები და მაგ დროს ნუ ბავშვია რა. და ცხოვრების ბოლომდე ეგრე აღიქვავდნენ რა და ჩაგრავდნენ. არა, ისედაც როგორც მუსიკოსები ალბათ რაღაცა რა. ხო. მაგრამ Sgt. Pepper-შიც ჰარისონსაც იგივე აქვს. ჰარისონს აქვს ერთი სიმღერა, ხო, Sgt. Pepper-ში, With and You Without-ში და სულად ინდური ინსტრუმენტებით არის რა. ანუ შესაბამისად არც ერთი ბენდის წევრი არ უკრავს. და ძალიან მაგარი სიმღერა არის რეალურად. და პლუს 67 წელი არის, ნუ ზაფხული როცა დგება და ეგ გამოდის, სიყვარულის ზაფხულს Summer of Love-ს ეძახიან. ეს არის რომ აი ჰიპი მაგალითად აი უკვე გადაცემებში განიხილავენ რა ფენომენია, აი უკვე ოჯახებად რო დადიან ფეხში შველები, პლუს LSD უკვე აი კულტურის ნაწილი არის და ანუ მაგ მომენტში რაღაცნაირად აი პოპ კულტურა და ამათი მუსიკა ისე ემთხვევა ერთმანეთს, რომ აი რაღაცა თაობის ხმა არის ეს ალბომი ყოველ შემთხვევაში. და პირველად არის რომ აი ყველა აღიარებს რომ ვა ეს მონუმენტური არის. ხო, ნუ ეგეთი მუსიკა წარმოიდგინე არ არსებობდა რა. და ეხ უცებ რო ისმენ ამას და იმდენად რომ Strawberry Fields-ი პირველი სიმღერა იყო, რომელმაც ჩარტებში პირველი ადგილი ვერ დაიკავა. ატავში. ან ვერ გაიგეს, короче, რა ხდება რა. ძალიან კაი რაღაც ამერიკულ გადაცემაში Bandstand თუ რაღაც ეგეთი ქვია და თინეიჯერები არიან და ანახებენ ამას. თან ვიზუალის შეიცვალეს მაგ დროს უცნაური ლენონის ათვალითი ჩიტება ყველას ულვაშები აქვს და ეს მუსიკაც აი სუპერ უცნაურია. ბოლოში fade out-ს აკეთებს, ჩაეწევა ხმა, მერე დაბრუნდება რაღაც სიგიჟე ხმებია და ბავშვები არ გვესმის ეს. ო, თან ცოტა ჰიპი პონტში წავიდნენ ესენის თვითონ. კი, და პლუს აღარ აინტერესებდა ჩვეულებრივი ჟღერადობის მუსიკა, იმიტომ რომ თუ ჩვეულებრივად იჟღერებს, საერთოდ რა აზრი აქვს. რაღაც მაშინ ფსიქოდელია გახდა მეტად. ეგ არის. რაღაც პონტში კი არა, ეგ არის რომ LSD-ზე ზის ყველა McCartney-ს გარდა ლენონი განსაკუთრებით. ნუ ლენონი წევს რა. და ნუ გარეკილი რა, ნუ ეგეც ძალიან მაგარი მომენტი არის რომ 65-ში ამ ტრეკშიც იგზნობა ეგ შეჩემს. სადღაც ბოლოში შემოდის რაღაც ჰარისონი და ლენონი როცა იყვნენ თავიანთ დანტისთან, იმიტომ დანტისტი არა ეგ ტიპი აშკარა დრაგ დილერი არის და იყვნენ ვახშამზე და ამ დანტისტმა ჩუმად ყავაში ჩაუწვეთა მჟავა. ეს იყო პირველად რო გასინჯეს LSD. ჰარისონმაც და მათმა მეუღლეებმაც. იყო რაღაც სიგიჟე ღამე იყო, რა თქმა უნდა. და რაღაც გონება გაიხსნა ორივეს. განსაკუთრებით ლენონს და ჰარისონს ეს მიდრეკილება სულიერი რაღაც ამაღლებისკენ ჰქონდათ. და აი
ამის მერე ალბათ ერთნაირები არ ყოფილან და მაკარტნი ეშინოდა ალბათ აი რაღაცა ცნობიერის დარღვევის მომენტი და ეთყობა ეგ რაღაცნაირი. ალბათ კი არა, ხო? ბევრად uptight ეგეც არის. განხეთქილება იყო რა, ეგ იმიტომ იყო. რომ ამას გასაგებია. უხაროდათ რა, ლენონი უყვებოდა მაკარტნის, რომ ამას რომ მიიღებო, you never the same, როგორ იქნება, ანუ ისევ იქ ვეღარ დაბრუნდებდი, სამუდამოდ შეიცვლები. შეიცვლები სამუდამოდ და მაკარტნის ეს აშინებდა სიკვდილივით. დაჟე ისიც არის რომ ნიუ-იორკში როცა 66 წლის ტური ქონდათ ნიუ-იორკში დაითრიეს ამ Beatles and Drugs შეწერა ეგ და მთელი დრო დაქონდათ ან მთელი ამერიკას რო დაფრინავენ იმისთვის რომ ლოს-ანჯელესში ერთად მიეღოთ მაგრამ მაგარტი მაინც უარი თქვა მაინც არ მიიღო მაგრამ ეს ერთი სული ქონდათ რომ სხვებს გაუზიარონ აი რა მაგარი რაღაცა არის და ეგ მანდაც აცდნენ ერთმანეთზე და რა შვება მაკარტნი აი მაკარტნის ვისკაჭკობა რა სად ჩდება ვისკაჭკობა რა არის მატრაკვეცა. მატრაკვეცა ნახე რა ხდება ესენი თვეებია თუ შეიძლება ერთი წელი ზიან ამ ერთი წელი, LSD-ზე უბერავენ LSD-ს უცებ მაკარტნიმას რაღაც დროს გასინჯა რა და კარჩი ერთი ორჯერაა გასინჯული ცხოვრებაში და უცებ იჩეთება ტელევიზორში მაკარტნის ინტერვიუ სადაც ჟურნალისტი ეკითხება რომ LSD-ო გასინჯული ხო და კიო გასინჯული მაქვს და ეხა თავის ჭკუაში ხა მაგარ რამეს ეუნება რა რომ და ის ჟურნალისტი ეკითხება რომ არ ფიქრობო რომ ხო ამ ხელას თარი კაცი ხარ რომ ამას საჯაროდ რო ამბობო ბავშვებიო მოგვაძევენო რა და ესეურება ბიჭო მეო გულწრფელი ვარო რა შენო თუ მაგაზე ნერვიულობო არ გაუშვაო ესო რა ეს მაგარი გამართლება მოუძებნა ამას არა და მაგრამ ესენი გაგიჟდნენ რომ გიჟი ხარო რასაკეთებში მაგრამ ერთი წელია მალავ თუ ამას და ტიპი ტელევიზორში გამოდის კი ლენოს ეს მაგრა გაუწყდა ისე ყოველთვის მაკარტნი არის რომელიც PR-ს იმაშოვა და პლუს ერთხელ არის სერჟანტ პეპერის ჩაწერის დროს როცა ლენონმა შემთხვევით მიიღო მჟავა იმიტომ ლენონს ჰქონდა აქ ფოტოებშიც არის 67 წლის საკიდი აი რა ქისასავით არის გავსებული დრაგებით. ჰქონდა თავისი აფერი, რაღაც ამფეტამინის პონტი, დაუნერი ჰქონდა და LSD-ს რომელიც შემთხვევით მიიღო, რას ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ შემთხვევით დალია სტუდიაში და უცებ ცუდად გახდა. ანუ იმიტომ რომ ვერ ხვდება რა იმართება და ჯორჯ მარტინს ამ პროდიუსერს, რომელიც საერთოდ წარმოდგენა მოსაწევზე იცოდა რა ეწეოდა, მაგრამ სხვა წარმოდგენა არ ქონია არაფერზე და აიყვანა სახურავზე. ანუ იმისთვის რომ იმიტომ ქვემოთ სტუდიაში ყოველთვის გარეთ ფანები იდგნენ ხოლმე და ეხლა მან კონცერტი სახურავზე მაგრამ ხო და ეს ანუ ადგადა ცასუყურეს და რაღაცა ეგეთ მაგრამ ეგ კარგი დღე არის იმიტომ რომ პოლ მაკარტნი წაიყვანს სახლში და იმისთვის რომ აი ვითომ მეგობარი არ მიატოვოს ტრიპში მარტო ისიც მიიღებს და ერთად გაატარეს მე ეგ ღამე ანუ ეს ის მომენტი არის როდესაც უფრთხილდებიან ყოველ შემთხვევაში ერთმანეთის აი გამოცდილების გაზიარებას მიუხედავად იმისა რომ ნარკოტიკებზე მიდის საუბარი მაგრამ მეგობრობაში მე მგონი ეგ მაინც მნიშვნელოვანი იყო ის არის საინტერესო კვილის ექიმი ვინ იყო ხო კვილის ექიმი დავარქვა ხო აი ეს ინფორმაცია არ არსებობს რომ კვილის ექიმი აი მეც არაფერს არ ამბობენ რა ხო ხდება აი ყველაფერი ვიცი დანტისთან კონდა დილერი აშკარად უეჭველი დილერი იყო იქ თმა უეჭველი დილერი რა ხო და როდა რო გადავახტეთ ნუ სერჟანტ პეპერი გაიარა ეს მოიცა არა თავარი პონტის არა 67 სანამ მორჩებით მინდა რო თქვათ რომ მაგდრო შემოდის მაჰარიშის მომენტი ხო და მაგას გეუბნები აი სერჟანტ პეპერი გაიარა ჩაწერეს გამოუშვეს ხალხი გადაირია all you need is love და all you need is love ჩაწერეს და შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა მაჰარიში მაჰეში იოგი ყველას ამბავს ჭირდება რაღაცა გურუ კულტის ვაიბი. ხო და ესენი კაც ინგლისშია ჩამოსული, რაღაც ჰარისონის ცოლი ნახავს ტელევიზორში, რომ რაღაცა ტიპია ჩამოსული, ესენი მივლენ, მით უმეტეს ჰარისონს სიტარა ევასება და მიდრეკილება და მივლენ ნახავენ ძალიან რო არ გავწელოთ, მე მგონი ხო რა ამ ტიპთან დამეგობრდებიან ესე ვთქვათ. ეს ტიპი აწვევა ტრანსცენდენტალურ მედიტაციას. მაგ დროს ეს მედიტაცია არ არის გაბაზრებული პონტი, არც იოგა და ამ დროს არის რომ აი კულტურა იაზრებს ამ აზიურ ფილოსოფიებს და მედიტაციას და ეგეთ პონტებს. ამაზე კითხულობს ეს ლექციებს. ამათ ეგ რა პერიოდია რა ეგ არის აი სერჟანტ პეპერი ჩაწერს ყველაზე ხო და აი ლენონი რო გაითვალისწინო აბსოლუტურად დაშლილი არის ნარკოტიკებისგან და უცებ იჩითება ტიპი რომ აი სისუფთავეთ და პირველად რო წავიდნენ რიტრიტზე ოღონდ ინგლისში იყო ხო ველსში მიდიან რიტრიტზე ჩავიდნენ რაღაც ადრიანი რიტრიტი აქვს მედიტაციის და ხდება ბომბი კარში აი სად რეალურად სადაც დაიწყო ბიკლების დაშლა კი რო ამბავი მოდის, რომ ბრაიან ეპსტეინი მოკვდა.
ანუ მათი მენეჯერი, მათი მამა რეალურად. ხო, მამა და დედა ვინც იყო ამათი, იმიტომ რომ კოკა დაიბრიდა. კოკა დაიბრიდა ბიჭო. მან დაგვერხა. ანუ ესენი თან ისეთი ხალხია, რომელმაც ან ფინანსებიც არ იციან საკუთარი, ან ქეში არ დააქვთ ხოლმე ვახშამზე. სახს როცა ყიდულობენ, ან თავიანთი არ არის. ბრაიანს ურეკავდნენ, რომ აი ამ მანქანისგან სახლის ყიდულობენ და ოკეი, აი ეს ფული რო სახლი იყიდა. ანუ ჩესნი იყო ეს ეპსტეინი ამათთან. ბიჭო, შეგვიძლია. ის იყო, არ იყო მაგარი ბიზნესმენი, თორე ხა. მოტყუდა ხალხის სულელი სხვების იყო რაღაც პოჩი, მაგრამ რეალ მოდი ჩავთვალოთ რომ ჩესნი იყო რა. პრესლის კაპიტანივით არის. არა. ბიტლები იყვნენ კვაყოფილები რა. კე. და თან პლუს აი ამ სულიერებას რო ეძებენ ზუსტად მაგ მომენტში რო ემართებათ ამაზე დიდი ირონია არაფერი არ არის. თან მე ისიც არის. გამოცდა ვიდეოც. ერთი მამა მოკვდა, მეორე, ანუ ახალი მამა რო შემოვიდა, ის დაიბრიდა. და მახარიში რაღაცნაირად მგონია რომ ხვდება რომ ძალაუფლების ვაკუუმი არის ბენჩი და როგორი ჩალიჩი მიდის მაგაცზე რომ აი ესენი დაითრიოს. ზოგიერთი მათგანი იმენა დაითრია. ხარისონი სასიცოცხლო დაითრია. რეალურად მოდი ჯერ სანამ აქამდე მოვ დაითრია. დაითრია კი. ბაჭი, ბევრი რო არ გავატრაკოთ რაღაც პერიოდში მალევე მიდიან უკვე ინდოეთში რითრიცზე რაღაცა სამთვიანზე რა. მეტი, ნახევარი ძლენ. მართლა? 6 თვე იყვნენ ისინი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა შეიძლება გამოხჩეს მარკ შუალეთში. იოკო. იოკო კი. მაგ გამოჩნდა? მანდ გამოჩნდა იოკო. იმაზე უარეს. ანუ ხვდები ის დაიბრიდა და უცებ იოკო და არა, დაბრედილი არა ის მაჰავიშნა თუ ვინც არის. მაჰარიშის რეალურად ეს ლენონისთვის. ხოდე მაგა უცებ შემოდის მაჰარიში და იოკო რა. იოკო რომელიც ერთი წლით ადრე სავარაუდოდ თვითონ როგორ თყვებიან, იმიტომ რომ ჯონ და იოკოს აქვს თავიანთი ნარატივი. რომ ლენონი მივიდა გამოფენაზე, სადაც რაღაცა ძალიან ისეთი აბსტრაქტული ხელოვნება იყო, იოკოს ეგეთი ქონდა, რაღაცა ჯონ კეიჯი ან რაღაც ეგეთი ვაიბები და რა იყო? არის კიბე, რომელიც განათების ქვეშ დგას და კიბეზე რო ადის, კიდია გამადიდებელი ლუპა, ამ ლუპას მიგაქვს კედელზე და აქ წერია yes. ანუ წერია კი. ლენონი როგორც ამბობს, რომ აი მან რო ან no, ან fuck you რო ეწეროს, ეგრე დავაჯობთ, მაგრამ აი ეს რო იყო და ეს ქალი აქ გაიცნო და აი მანდ იწყება ხანგრძლივი ჩალიჩი ერთმანეთთან ყოფნაზე, მაგრამ ლენოს ამ დროს ცოლის შვილი წავს, რომელიც მამეთ ფეხებზე კიდე. იოკოს ნარატივის მიხედვით მაქიდან არის პირველისგან? არა, ის ჯულიან ლენ. ხო, ან პირველი ცოლისგან არის, თქო? ჯულიან ლენონი არის პირველი ცოლისგან. ნახე იოკოს ნარატივის მიხედვით, იოკომ არ იცოდა ვინ იყო ჯონ ლენონი. რაც არის ყველაზე დიდი ტყუილი, კოკა-კოლა რო არ იცოდი რა არის რაღაც ეგეთი. ან კოკა. ანუ ყველანაირად იცოდა, იმიტომ რომ მან მაკარტნი ყვება ისტორიას, რომ რამოდენიმე თვით ადრეო მომადგაო მეო იოკო და მთხოვაო რომ რაღაცა ჯონ კეიჯის დაბადების დღეა იუბილეა თუ რაღაცა და მანუსკრიპტებს ვაგროვებთო რამე ტექსტი თუ გაქვს ხელით და ამან გააჯმევინა არ მოგცემა. და ნუ ეხა მაკარტნის თუ ადგება რომ რაღაცა მომეცი რომ ჯონ კეიჯს ვაჩქო ლენონი არ ვიცი ვინ არის. რა თქმა უნდა, ნუ ტრაკის თამაში. და ანუ ამ დროს მიმოწერასაც იწყებენ. ყოველ შემთხვევაში ანუ ლენონის გონება ესე მუშაობს. რაღაც ერთს ირჩევს და აი ეს არის 1000%. ანუ სხვანაირად არ არის. ეგრე დაიმართა მახარიშიზეც, ეგრე დაიმართა იოკოზეც, მერე ალან კლაინზეც. ამ მედიტაციაზეც ეგრე ემართება. LSD-ზეც ეგრე დაემართა, ყოველთვის ეს ჰეროინზეც. ანუ ობსესიური. სუპერ ობსესიური არის. დამოკიდებული ადამიანი. მოდი, ისე თქვა, პირდაპირ და იოკო ძალიან კარგად ყვებავს იმ მომენტში, ანუ იოკოს ძალიან უარყოფითადაც ფუთავენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა ლენოს აბსოლუტური ეგოს დეფიციტი აქვს თუ რაღაც ეგეთი, მაგ დროს სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, ვინც აი ბევრად ინტელექტუალი 10 წლით უფროსი არის მაგალითად, ბევრად ინტელექტუალი არის, უფრო სხვანაირი ხელოვნება, ანდერგრაუნდში არის. ამას ახლა რაღაცები ეპაბსავება, ბიტლები უკვე ეპაბსავება. და ლენონს? კი, ლენონს ყოველთვის ჰქონდა ინტელექტუალიზმის მიმართ მიდრეკილება, მაგრამ არასდროს აი თავის კლასი არ უწყობდა და არც განათლება არ უწყობდა ხელს იმაში, რომ აი ასულიყო იქამდე და იოკო და გასაგებია გზა ნახა ხო რა. გზაც არის და კარგი მასწავლებელიც არის. ბილეთია იქ ხო. ბილეთი არის ხო. სანამ ინდოეთში არიან სხვა შორში იოკო ძალიან ბევრს წერს. ხო. და წერს ასევე რაღაც ჟან კოქტოს ოპიუმი არის მე მგონი წიგნი. და მაგით ჰეროინზე ებაზრება. წამალზე ზის უკვე იოკო. კი, 66-ში უკვე წამალზე იჭრა. ანუ იოკო იცნობს უკვე ნარკამან ქალს იცნობს კარში რა. დაღუპვა.
ეს არის ვინც პირველად გასინჯებს ჰეროინს. და მან წერილშიც არის ინდოეთში სანამ წერს ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და შენთან ერთად გავსინჯო ეს. იმიტომ რომ იოკო ისე აღუწერს ამას, რომ ამას არა და ტიპი არის მედიტაციაში, სადაც ნარკოტიკებს არ იღებენ, არაფერს არ აკეთებენ ვითომ. ანუ უკვე გასულები არიან მაგ ფაზიდან, ფსიქოდელიკებიდან რაღაცა. ცდილობენ აი ნახე, ფსიქოდელიკებიდან გავიდნენ, იმიტომ რომ ინდოეთში არიან და მედიტაციაზე არიან გადასულები, მთელი ბენდი იქ არის, რინგო ადრე გააჯონსტო. ასევე პოლ მაკარტნიც კიდევ ერთი განხეთქილება. და რჩებიან ჰარისონი და ლენონი სასტავით რა, ცოლებით და რამე რა, მაგრამ ლენონი ცალკე ცხოვრობს სოლისგან, ბუნგალოები აქვს და რაღაც დროს გადავა მარტო, იმიტომ რომ ნუ ხდება რომ იოკო უნდა და ეს მომხოლია კარგი. იქ ახლავს ცოლ-შვილი. შვილი არ ცოლი. და ნუ იქაც რაღაცა ტრაგედიას მოაწყობენ, იმიტომ რომ ჩამოვა ეხა ძალიან ღრმად ჩავალ. ტრაგედიას არ მოაწყობენ, რეალურად გაიგებენ. Magic Alex-ზე ხდება. აუ, Magic Alex-ზე არა, მოდი Magic Alex-ზე უეჭველი უნდა გამოვტოვოთ ეგ ძმა. კარგი, არა, გამოვტოვოთ თქვა. ტიპი არის ბერძენი, რომელიც აშკარა დანტისტი არის ეგეც. ბერძენი ძმა არის, რომელიც ლენონს გაიცნობს და ამ თავს აჩვენებს, აი რაღაც გამომგონებლად. აშკარად ინჟინერი არის რაღაცებში ერკვევა, მაგრამ ანუ აი ფსევდომეცნიერი არის, რაღაცებს იგონებს, ვითომ აი ვიბრაციების გამწმენს ოთახში, რაღაცა სისულელეები. Magic Alex-ი ინდოეთში როცა ჩავა, გაიგებს, რომ მაჰარიში იოგი, რომელიც არის გურუ ამ მთელი ამ გენგის, იქ მიაფეროც არიან დონოვანი ყველანი, ერთ-ერთ არა, რამდენიმე ქალთან ერთად არასასურველი advance გაუკეთა მოკლედ. ან იყო ეგრე, ან არა. უეჭველი იყო ეგრე, მე არც ერთი მაგ გურუ და წმინდანი ადამიანის არ მჯერა, ყველანი პერვერტები არიან აბსოლუტურად. ოშო იქნება თუ მაჰარიში იოგი უეჭველი ეგრე იყო. ეგ ტიპი არის პერვერტი, ფეხებზე მგიდია, გამოწ. დრაში გამოვარდა. ანუ რო მიაფეროს თუ მიაფეროს დას. ნიტო მიაფეროს დას, მიაფეროს იყო Prudence Pharaoh, მიაფერო ხო იცი მსახიობი. მე სიმღერა დაწერეს Dear Prudence. ამ მიაფეროს დაზე, თქოში ვიღაცას არ მახსოვს, ნიტო Prudence Pharaoh. რამდენიმე გოგონაზე იყო რომ მოკლედ არასასურველ advance-ს აკეთებდა და ცალკე, ჩვენ ცალკე შევხვდეთ მედიტაცია ჩემთან. ბერძენზე ეხლაპარაკი თუ არა, ბერძენი გაიგებს ამ მაჰარიშიზე ამას. всё, ეგ არის. და ბერძენი მოაწყობს საბოტაჟს გარშე. ხო, მართლა საბოტაჟი ხდება. ეს ბერძენის სხვაშორს ესეთი ძმა არის, რომელიც ამ ძალაუფლებას ვაკუუმს ყველა ხვდება მოკლედ ამ ბენჩი მაგრა იყენებენ იმას და მთელი ღამე მიდის დისკუსია რომ ეხა რა გავაკეთოთ. ან რა ვქნა, დავიკიდოთ, დავიჯეროთ, არ მივაქცევთ ყურადღება და გავაგრძელოთ და მთელი ღამის მერე ლენონ რო პერვერსია ბავშვების მიმართ. არა, ბავშვებზე არა, პროსტა ეს კაცი არის ვიცი. მე ბოლომდე არ გეთანხმები. პროსტა ტენდენციური იყო. რა ხდება, სანამ ეს ბერძენი არ ჩამოვიდოდა, ყველაფერი კარგად იყო. ის ჩამოვიდა, ის ლენონზეა მიმული რა და რო ნახა რომ ლენონი ვიღაცაზე ხურდება რა, იმას უკავს ხო რა? კონკურენციას გზნობს, მაგრამ ეგ ტიპი უეჭველი პერვერტი იყო ხალხო. ნუ ეგ არ ვიცი. ხო, მაგრამ რაში ეგ რა არის? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გაყავს ხოლმე ქალი და ვითომ ცალკე მედიტაციას აკეთებს და ცალკე გაკვეთილი აქვს და მე ალბათ ხელს კიდევს რო რაღაცა არასასურველი. ანუ რეალურად მიდის ხელის მოკიდებაზე ბაზარი. ანუ იქ სექსი რამეა. შეიძლება მეძეც მიდიოდეს ლაპარაკი. გასაგებია ხო. ნებისმიერ ვარიანტში ეს ტიპი ამბობს, რომ წმინდანი ვარ, მოსიარულე და როცა ლენონი ამას გაიგებს და ძალიან თაჩი გამოდგა. ესეც ლენონის თვისება, აი ზუსტად არის ეს 100% არის ვიღაცა და რაღაც ერთი შეცდომა, всё. ეს ხაზავს და რაღაც მიუვარდებიან. ჩვენ მივდივართ და ლენონი მაგას ეუბნება, რომ აი ეს ეკითხება, რატო? რა მოხდა და ლენონი ეუბნება, თუ ეგეთი კოსმიური ხარ, მაშინ გეცოდინება რატო? გამოვაჭვეს მე მან. ჯანდაბა, შენ ხოქა, რამდენი საათი მიდის? ძალიან კაი, აი ნახე. აუ, ეს dream sequence-ი უნდა გადავდიოს. დაიცა, იქამდე რა თქვი, იქამდე რას ამბობდა? შვენება. აუ, ძალიან კაი, ხო წამოვიდეთ იქიდან, გამოაჯვეს ესე იგი. გამოაჯვეს იქიდან. იქ დაწერეს. კაი, ორი წამი. ხო, გაგრძელე სწორი ხარ. ინდოეთში დაწერეს, რა ვიცი, 30 სიმღერა რა, ძალიან ბევრი იმუშავეს რა, იმიტომ რომ არაფერი distraction-ი არ ქონდათ. ყველაზე მოსაწყენი ცხოვრება ახლა. რა ალბომი დაიდო მან? თეთრი ალბომი, რომელიც შედგება 30 სიმღერისგან. 30 სიმღერისგან შედგება და იქიდან მოყოლებული მე მაგ სიმღერებიდან რაც არ შევიდა იმ ალბომში სოლო კარიერა გაიკეთეს ყველამში. ხო, ორ დისკიანი რომელიც არის, მაგრამ რაც მაშინ იშვიათი იყო და ეგ არის როცა
სიტუაცია რო აღწეროთ სწორად. ლენონი იწყებს იოკოსთან ურთიერთობას. პოლ მაკარტნი ამ დროს მაგასაც საცოლე ყავდა სხვათა შორის რომელსაც ინდოეთიდან დაბრუნების მერე დაშორდა ეს გრძელი ამბავია. პოლ მაკარტნიც ღორი იყო ქალებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დროს ლენონი ცოლს შორდება, რაც ნუ ემოციურად ალბათ რთული იქნებოდა. იწყებს იოკოსთან ურთიერთობას. და ჭრება წამალზე. ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ თუ იქამდე აცდენა იყო პერსონაჟებში, აი ლენონი როცა წამალზე ჭდება, ამ დროს უკვე საერთოდ ხვდები დინამიკა როგორ იცვლება? ერთი მედიტირებს, მეორე პლანს ეწევა, მესამე წამალზეა და მეოთხე კონსერვებს ჭამს ჩემო რა. ხო, ანუ აი კონსერვებით იყო წასული ინდოეთში, რომ იქ ამ საჭმელი არ ეჭემა. მდგომარეობა. და მე ეგ ინდივიდუალურ მაგათ კარიერებში ხო აისახა. რაღაც პონჩი მუსიკასაც ხო ყველას ყველა ნარკოტიკი გამოჩნდა. ამ პერიოდში თვითონ მუსიკაც ინდივიდუალური გახდა. ანუ იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ერთ სტუდიაში სამ სხვადასხვა ადგილას ყოფილიყო სესია. ანუ რომ ერთ ბიროებში იყო ბევრი სტუდია. ბევრი რა სამი სტუდია იყო და სუდათრეული ქონდათ გაგრძელდა. არა, ნუ ჰარისონი თავის სიმღერაზე მუშაობს, ლენონი თავის სიმღერაზე მუშაობს, მაგარტი ანუ ერთობა აღარ არის და პლუს ძალიან უხეშები ხდებიან ერთმანეთის მიმართ ერთის ხრივ. მეორე თვითონ ჯორჯ მარტინის რომელიც იყო მასწავლებელი ამათი და ყოველთვის ეხმარებოდა ხოლმე, მაგრამ ესენი ძალიან უზრდელები გახდნენ. თუ თავის ავარდნა ოდესმე მოხდებოდა, აი 68 წელი არის თავის ავარდნის წელი. ანუ ამ ტიპთან ცოტა მოწიწებით და თქვენობით იყვნენ, ხო ხდები რა, ბევრად უფროსი ტიპი იყო, რომელიც რაღაცა კლასიკური განათლება და ესენი ბავშვები იყვნენ. კი, ინჟინერიც ხო წავიდა ჯეფ ემერეკი, როცა იმდენად უხეშად ელაპარაკებდნენ ამას, რომ მე ამას არ მოვithმენო და წავიდა ტიპი. აი ხა ნახე. აქ არ ვიცი რამე სხვა თუ შეგვიძლია ჩავაკოხოთ თეთრი ალბომის ჩაწერის დროს ბელი ალბომი. მე ჩავაკოხებ, კაი, ჯერ თქვი და მე. აი პირველი წასვლა ჯგუფიდან. კაი მომენტია. კაი მომენტია, ხო? ნახე, მე ვარ თეორია მაქვს, რომ იმის და მიუხედავად, რომ ლენონის ამალზე ზის და საშინელი ადამიანი ხდება და ის ხარისონი მუდაკია, რინგოა და ასე შემდეგ. გონია რომ მაკარტნის ბრალია დაშლა. აი ესეთ თეორიით შემოვდივარ. იმის და მიუხედავად რომ ხო ხდები ხა მე ძალიან მიკროფონს უნდა აგდებ. ხო. Mic drop. ძალიან ჩახედული ვარ და მაგიტო ვაძლევ ჩემ თავს უფლებას რომ ეგეთ თეორია წამოვჭრა რა. ცოტა თან ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ნუ არ არის თქო ხუმრობა რა. მაქვს არგუმენტები რა. პირველი ჯგუფიდან წასვლა არის რინგო მინდის ბენდიდან. რინგო, ბიჭო, რინგო როგორ უნდა გააკეთო? რა უნდა ქნა რომ რინგო ბენდიდან წავიდეს? ჯანკებში აღარ მომუნდა. მაკარტნის შესაძლოა. არა, ჯანკებზე არა. იმინა მაკარტნისთან ქონდა პრობლემა. იმიტომ რომ პოლ მაკარტნი შენ გეუმნება როგორ დაუკრა. ან ზოგჯერ თვითონაც ჩაჭერს ხოლმე. ბეკინდიუსს უკრავს თვითონ. იმიტომ რომ რინგო წავიდა. ხო, ნუ რინგო წავიდა, იმიტომ რომ ბეკინდიუსს არ მოწონდა როგორ უკრავს. ანუ საშინლად ყოველ შემთხვევაში ანუ რაღაცნაირად ისე გრძნობდა რინგო თავს რომ თქვენ სამნი მაგრად ხართ ერთმანეთთან და მე ვარ ცალკე რა. დიდი ხანი არ გასწანა, მე მგონი 2 კვირა იყო სარდინიაში იყო წასული და მე მოაბრუნეს და რაღაცა იყო რომ მაკარტნიმ თუ ჰარისონმა გაუკეთა რომ ყვავილებით სტუდია იყო, ყვავილებით სავსე და რაღაც წერილი რომ აი შენ საუკეთესო დრამერი ხარ ამ ქვეყნა. ეს გვაქვს რომ იცოდეთ რა, просто კაცში ვერ ჩავს. ლუდვიგა ხო, ყვავილები დაახვედრეს და საყვალად და ნუ ხა რინგოს მობრუნებას არაფერი არ უნდა ხა მარტივია რა. ერთი რაღაცა კიდე 68 წელი არის მაგარი პოლიტიკური წელი, ეს პარიზში რო არის ბუნტები ხდება, ამერიკაშიც იგივე ხდება, იმიტომ რომ ვიეტნამი ხდება და გაწვევები იწყება. ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის მომენტი არის. და მაგ დროს ლენონი პირველად იწყებს, აი როგორ ვთქვა, გაცნობიერებულ პოლიტიკას ცნობიერში გადადის რა. ეს ალბათ იოკოსგან ხდება და თავის იმ underground ხალხთან, მაგრამ ლენონი ხდება აი პოლიტიკის ნაკლებობას ბიტლზის მუსიკაში, სადაც ძირითადად სულ სიყვარულზე მღერიან. ამიტომ შემოდის Revolution მაგალითად. კიდე ერთი საინტერესო დეტალი, რომ ჟან-ლუკ გოდარი ჩამოდის მაგ დროს ლონდონში და ან ერთთან ან მეორესთან უნდა ფილმის გადაღება. თეთრი ალბომის დროს ამათაც კითხა გადაღების შესახებ, უნდათ თუ არა. ამათმა უარი უთხრეს და Rolling Stones-თან გადაიღო ის Sympathy for the Devil გაქვს, ან მარტო მაგ სიმღერას რო წერენ თელი ეგ დრო. და მე რაღაც მომენტში ინტერვიუში თქვა, რომ აი Rolling Stones აქვს პოლიტიკური ელემენტი და Beatles არ აქვს და ამიტომ სტერილური არისო. ლენონმა ეგ რო წაიკითხა, უჩველი მაგრა გაუწყდებოდა ეგ როზე ჩააჭერდა და Revolution რაც არის, ეგ უნდოდა რომ სინგლად გამოიშვა. Revolution, რა.
და ამ დროს მაკარტნიმ Hey Jude დაწერა და ნუ ვერ შეეცინა. ვერ შეეწინააღმდეგა, მაგრამ ძალიან ცივი უარი გამოვიდათ, რომ აი არ კომერციული არ არის და მე მინდა რომ ეს თქვა სათქმელი, ჩემთვის სულ კომერციული იქნება თუ არა და ამათმა ძალიან ნელი სიმღერა არისო რა. ამაზე Revolution-ზე თუ ჯგუფზე. რომელიც მე Revolution ნელი ჩაარის იმაში ალბომში და ჩქარი არის სინგლის ვერსია. სინგლი რა Hey Jude-ის B-side-ია რა. ანუ რეალურად ლენონი ხვდება რომ ეს არ არის გამოხატულების საკმარისი ფორმა რაც არის ის და თვითონ გულწრფელადრისი გამოხატვაც უნდა არ ჯდება Beatles-ის იმიჯში. და კიდე არის Revolution 9, რაც არის კოლაჟური, რაც Stockhausen-ივით 9 წუთიანი სიგიჟე ტრეკი თეთრ ალბომში. რომელსაც მაკარტნი უბრალოდ იტანს. ასევე ის იტანს ობლადას. და აი მან ხო რა, მან გადავობა ის რომ მაკარტნის ბებიის მუსიკა, ანუ ბებიის მუსიკაზე გადავიდა რა, კაროჩი მაკარტნი რა. იმიტომ რომ რაღაცნაირი ხო რა. ამოწურა რეალურად. ბიჭო, არა, უყვარდა აი რა ქვია, მიუზიკლების მუსიკებზე და კლუბებზე ხურდება, ხო რა. რაც ნუ ლენონი ვოდევილი ხო. რაღაცა წამალზის იოკო ყავს და უნდა რომ ანდეგრაუნდში მოხდეს და ნუ და პოლ მაკარტნი წერს ობლადას. მაგრამ პოლ მაკარტნი ეგ კაცია რომელიც ოჯახი რო იკრიბებოდა ვიღაც პიანინოზე იჯდა და ყველა ერთად მღერის ამ სიმღერას ანუ კარჩე რეალურად ეს არის რა მაკარტნი ცოტა რაღაცა კონფორმისტი კომერსანტი რაღაცნაირი. ეგრე გამოდის, მაგრამ ეგრეც არ არის. ეხა ეგ ახმაში ეგრე გამოდის. კომერციული არ არის, იცი რა არის, პროსტა უყვარს ბოლომდე ეგეთი თქო დარჩა მერე და მერეც ხო მაგრამ ნახე არა აქ ისა არ უნდა რომ ვიღაცას მოაწონოს თავი რეალურად უფრო ჯანსაღი პიროვნებაა მაკარტნი მასაზე უფრო მუშაობს მე ესე მგონი ბიჭო რაც ევასება იმას აკეთებს აი ლენონი ცდილობს რომ აი იოკო და ანდეგრაუნდი და ვიღაცებს გაუსწოროს ხდები ხო რა ანუ აი რაღაცა შეიძლება ბაბლზე ხურდება რაც მაკარტნი აი უყვარს ეს რაღაცა ბებიების მუსიკა. ესეც უყვარს და ისეც უყვარს. მეორე მხრივ Helter Skelter-იც არის იმ ალბომში მაკარტნის დაწერილი რა, რომ ხო უკვე თქვენთან იძახით რომ ანუ პოპ კულტურის დუხი აქვს რა, გვინდა არ გვინდა მაკარტნის. ანუ ძირთად მაგაზე ეგ არის რა. უფრო პოპულარული მიდგომა არის. რომ მასა დიდ მასაზე მუშაობს. ანუ მე ვფიქრობ პროსტა ბევრად მეტი განზომილება ჰქონდა და კიდია რაღაც. ესეთი შეეძლო ისეთის, მაგრამ ეს Grandma Music აი მან გემოვნებაში მართლა ძალიან აცნენ ერთმანეთს უკვე. განსაკუთრებით როცა ლენონი 68-ია და პოლიტიკური ხდება და ჰეროინზე ზის და მთელი ეგ ამბები. მე აი ხშენ რაც თქვი ვისაც ფიქრი კიდიაო, არ არის მაკარტნი ეგ ტიპი ვისაც ფიქრი კიდია, მაკარტნის ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს. მე მგონია რომ სადღაც დაიკიდა, მოეშვა თუ არ ვიცი რა ქნა რა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი აი LSD-ს გასინჯა, რამოდენიმე ჯერ გასინჯა, ანუ მაგაც ერთად იყო და მე გამოეთიშა. აი ეგ ჩემთვის ძალიან ეს არის რა ქვია მაჩვენებელია იმისი რომ ჯანსაღი ადამიანი იმის დამიხედავთ რომ ხა თლათ ვერ იტყვი რომ ჯანსაღი იმიტომ რომ რავი პლანს ეწეოდა რავი რომელ წლამდე კაცმა შეიძლება ეხაც ეწევა მაგრამ აი მძიმე ნარკოტიკებს სინჯავდა მაგრამ ნუ ოკეი not for me ხო მაგრამ ფსკერის აღქმა არ ქონია ესე ვთქვათ მაშინ კი ბატონო ფსკერზე არ ყოფილა ლენონს ქონდა ფსკერის აღქმა ლენონი ფსკერზეა სიღრმე მე ვინც მაგ პერიოდში აღწერს არა ფრეიზერი არა პიტ შატონი არის ვინც ლენონის კლასელი იყო მე ახლოს იყვნენ მაგრამ ლენონი და იოკო უკვე ისე ცხოვრობენ რომ სახლი არის საშუალო რინგოს სახლში ცხოვრობენ იმიტომ რომ ამდენს ცოლს დაშორდა მთელი ამბები ფარდები ჩამოფარებულია ესენი სან ხატავენ და ტელევიზორი სულ ჩართულია და არც იციან დღე არის ღამე არის და ესე ცხოვრობენ რა სანამ ვინმე ტელეფონზე არ დარეკავს და ეი სესია გვაქვს წავედით და ეხლა წარმოიდგინე ის რამდენად იზოლირებულად გრძნობს აი მთელი ამ ბიტლზის მითისგან და ძალიან განცალკევებული პიროვნება ხდება რა. ხო, მაგრამ ნუ რეალურად ილუზიას კი რეალობას მოშორებულია. ანუ არა აქ არ არის რა. პლუს ბრაიან ეპსტინი რაც მოკვდა ბიზნესზე ესეთი რჩევა მიიღეს, რომ ჯობია რაღაცა ახალი კომპანია დავაარსოთ და ყველა ეს შემოსავალი ერთ წყაროში ჩავყაროთ, ვიდრე გაფანტულად რო გქონდეს. და ამიტომ აარსებენ კომპანიას Apple-ს, რომელიც ერთ დროს იყო ბუტიკი უბრალოდ, მაგრამ ეხა ხდება რაღაც დიდი, იმიტომ რომ ორი გასული ადამიანი თელი ღამე ფიქრობს როგორ გააკეთონ რაღაცა საერთაშორისო, რომ გამოგვიგზავნოთ თქვენი დემოები და ჩაგიწერთ, ფილმის გადაღება თუ გინდათ, დაჩოქვა არ მოგიწერთ ჩვენთვის და ისე გადაგიღებთ. არ შეიძლება ბიზნეს ღამის კოშმარი რა. აი ეგეც ძალიან დიდი ფაქტორი იყო დაშლის. აშკარად კი. ანუ ბიზნესმენები ხდებიან რაშიც ვაფშე არაფერი არ გაიგებს. წარმოუდგენა არა. კარგავენ ფულს, აი ძალიან დიდ ფულს კარგავენ ყოველ დღე.
პირიქით რომ მოიტანოს ფული ამ Apple-მა კი კარგება რა. იკარგება. იკარგება, იმიტომ რომ კომპანიას არსებ, რომელსაც შემოსავლის წყარო რეალურად მხოლოდ Beatles-ზე არის და იწყებ ამდენ რაღაც ახალ რაღაცებს შოპებს ხსნი და რომელიც ფილმებს ამგებიანი იღებ. იყო. Apple Music-თან და ვაფშე ტელეფონ Apple-თან არნაირ კავშირში არ ვარ. თუმცა ამის გამო სასამართლო დავა მოუწიათ სახელთან დაკავშირებით bla bla bla. მარა იმის თქმა მინდა რომ Derek Taylor-ს აქვს. Derek Taylor-ი ამათი პრეს მენეჯერია, ვინც ხდება Apple-ის პრეზიდენტი და ანუ რეალურად რა ხდება, რომ სამსართულიანი სახლი კი არის, ოფისი ნაკირავები. ეს ფსიქოდელიური კულტურა ჯერ კიდე მოქმედებს, ანუ ის რომ პუნში რო არის ოფისში და მესკალინი ასხია, ანუ სიგიჟე გიჟები მართავენ სასახლეს რა და პლუს რამხელა ფულზე მიდის ხვდები ლაპარაკი, ანუ 100 მილიონ ფუნტზე, რომელიც აი მის მენეჯმენტი ხდება და აი ნელ-ნელა იზრდება ისე დღამის კოშმარში რომ აშკარად ვიღაცა სხვა უნდა მოვიყვანოთ საღი ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს გამოასწორებს თუ არა და ანუ ჩვენს გავკოტრებით კომპანიას გავკოტრდება და ისედაც ერთმანეთში კაი ურთიერთობა არ გვაქვს და საერთოდ რა ანუ Alan Klein-ს მივადექით უკვე? არა არ ვახტები ამ თემას როცა თეთრი ალბომი მთავრდება მე მგონი იდეალური მომენტი არის რომ მე გავიდე ფიზიფიზებზე რა ხდება? ჩვენ მოვსით. იცი რა, სანამ პაუზა გვაქვს მაშინ, ესეთი კითხვა მქონდა, ნახე, ეხა საიდან უნდა მოგიარო შეხედე რა. ჩვენ აი რო გითხარით ჰერიო გვაქვს თქო რა. დინამიკი ქართული. პირველი ქართული დინამიკი ჰერიო. ბიტლების სიმღერას კი ვერ ჩავრთავთ. საავტორო რეალურად იდეალურ ვარიანტში გითხავდი რა არის შენთვის ყველაზე underrated ბიტლების სიმღერა. მოდი მაგ დავიწყოთ მაინც, იმიტომ რომ მაინტერესებს. ყველაზე underrated? ხო. Wow. Albert everybody's got something to hide except for me and my monkey. შეგვიძლია დაუკრა. არა, მარტო ეს სუნა მქონდეს. ხო, მაგის დაკვრა შეგიძლია, ხო? და მე ჩემთვის ვიტყვი რახან წეღან ჰარისონი დაგვეჩაგრა რომ აკარნი ჩაგრავდა. Give me love ჰარისონის ჩემთვის ერთ-ერთი რომელიც არ არის მასიურად გაფასრებული. სიმღერა შეეხება. Okay. Cop out იყო ეს. ხო და შენი რა არის? You know my name. You know my name? ძალიან მაგარი არის. მართლა ძალიან მაგარი. შენთვის ხო, მაგრამ ვინ იცის? არა, ხო, არა, underrated. შენ რო არ ვიცი ზუსტად, რო არ იცი ზუსტად ვიცი. ვერ ხვდები. შეგა იცი you know my name, look up the number. რატომ? რატო? არ გწვენია? ჩასვით ამ სიმღერის 3 წამი, რომლის უფლება გაქვს. და ეს ჰარისონის Give me love ვიცი? და კაი, მაქიდან segue გვაქვს ესეთი, რომ რადგან ბიტლებს ვერ თავთ. ქართული არტისტის hidden gem, რამე underrated სიმღერა, რომელიც ვერ გავარდა. მე მაქვს პასუხი. ვაუ, გაგამზადა? თითქოს ვინმე გამამზადა ამასთან დაკავშირებით. კი, მაქვს. მაინც ერთ წუთი დაუკავშირდე ტელეფონ, იმას რა ქვია? ეს ის არის, გადაცემაში გაკრას იმას რო აცხადებენ winners ხოლმე. აი, შეგიძლია სხვათა შორის შენ ალბათ მაგრა შეგიძლია გაწელვა ხო მაგის. გაიმარჯვა გიორგი. მიდი ძმა. ბენს ქვია შუქი მოვიდა. ო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ალბათ YouTube-ზე ქვია, კი, YouTube-ზე ნახავ ჟიგულის კაცი. და ეგ ალბომიც მომწონს, ალბომს არ მახსოვს სამწუხაროდ რა ქვია, არის სადაც 2000-იანების დასაწყისი მე მგონი რა. არ შეიძლება შენ მეტი იცოდე მაგასთან დაკავშირებით. მე ვიცნობდი ამ ფრედის. ძალიან მაგარი არის. ეს ფრანგი იყო ეს. ხო, ფრანგი იყო. და ამიტომ აი რაღაცა გაშარჟებულად რეალურად ჩვენ ყავთ. ჩვენ ვერდიდან ჩვენ თავს ვერ ხედავდით მაგ დროს რა და უცებ ცხოველი ჯამბობდა და გვიყვება ჩვენ თავს რა. ეს დიასამზების გამო ჩვენ ყოფიზე გვიყვება. ხო რა გინც ჯგუფის სახელი შუქი მოვიდა რა. ყველაზე აქტუალური ფრაზა იყო. ხვიტერის ფეხი. ისი ფეხიო? ხვიტერის. კატეგორი ბაფრიზის კოჩი დაძებებული. აკრიშკებილისი როგორც როგორც გორბაჩევის თავი. ხავდა ხვერა ჟიგული ნორ აქ მეგონი გობეჯა და გურამა უკრავდნენ. მე ჟიგულის გიჟი ვარ მე. ჟიგულის ფანი. ჟიგულის კაცი. Welcome that is. ჟიგულის კაცი.
ყველგან არის ქარომანში გული შავი. შიგულის კაცი არის თამურა. ყველგან არის ხო და ამ ალბომში სხვა ტრეკებიც ძალიან კარგი არის რა. ვა, ძალიან კაი გადახვევა იყო უსე. ძალიან მოჩა ეს გადახვევა. თეთრი ალბომიდან მოვედი და ეს არის ქართული თეთრი ალბომი. და მოთხოვნაც იყო ესეთი, მაგრამ მე ჩემთვისაც ერთ-ერთი საყვარელი ქართული ჯგუფის რეალობაში ხარ ჩავთვლ, მაგრამ მე შემდეგში შეიძლება გამოვიყენოთ Okinawa Lifestyle გახსოვს შენ ბენდი, ეგეთი არის. Okinawa Lifestyle. ხო, ძალიან კაი ბენდია, რომელიც ამოსაკაჩია ასევე და ამოვუდოთ ლინკად მაინც და მე ნავი ვინმე მოუვაკიდელს თავში რომ ხო და ბარემ სანამ პაუზაზე ვართ, ხო არ ბილეთები ჯის კითხვა ხო არ გავაჟღეროთ? ხო, აი ამ კითხვის ვიბზად არ ვიყავი. ეს გააქვს რომელია? შენ კითხვა? არა შენ გვაქვს. არც მე არ მაქვს. აბა გუგა. ხარავის არ ქონია. გვაქვს? გვაქვს. მე არ ჩამეხედავს უბრალოდ. მოკლედ არსებობს თუ არა ქავერი, რომელმაც შენთვის იმას მოლოდინის გადააჭარბა. ხო და ბიტლებზე Connection-შიც ორიგინალს რომ გადააჭარბა. არის Twist and Shout. აუ რა პასუხი რა შენ ვიყოფილ ხარ? რასელოდე რა შენ? გააკეთა იცი? ანუ Twist and Shout ქავერი არის. ქავერი არის თვითონ Beatles-ის. მე მეგონა რომ იტყოდი რომ აი Beatles-ის ქავერი არა, რომ ანუ ეგენი არ ვიცი. ვიღაცა მიმღერა. არა, მე ვთქვი თვითონ Beatles-ის ქავერი, იმიტომ რომ ორიგინალი წარმოდგენა არ მაქვს. რისია? ბენდსაც რა ქვია საერთოდ. მაგრამ როგორი მაგრამ ყველა ეგ მუსიკა ისე აქვს ამათ ქავერები თვითონ გაკეთებული? კი, თავიდან ქონდათ თავიდან ბევრი ბევრი. ალბომში, მაგრამ მე უბრალოდ იმდენ სიმღერას წერდნენ რომ მიდი და ლა 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 ეგ არის? არა. ეგ რა არის? Twist and Shout. Twist and რა Shout. ეგეც ხო ეგ არის? Shaking a Baby ზუსტად გავს. ეგ rock and roll. ძალიან მაგარი არის. ერთმა ისე საუბრობენ იმ 50-იანების მუსიკაზე, რომ აუ ეს რა მაგარი იყო, ყველა სიმღერა ერთი და იგივე. აბსოლუტურად ყველა. შეგიძლია ტექსტები ჩაანაცვლა, Tutti Frutti დაადო იმ Chuck Berry-ის. ჩაკბერის სულ ერთი სიმღერა აქვს. ერთი იგივე. ყველა Johnny B. Good არის, ყველა ამ სიმღერა. გიტარის ინტროცი და მაგრამ ტექსტი არის განსხვავებული. მე თვითონ მაგიტო უყვარდათ, არ ვიცი. ანუ Twist and Shout. ჟიგულის კაცი პასუხი იყო Twist and Shout. შემეძლო მეტი მეფიქრა, თუ გინდათ უფრო აგინდა, რაღაცას აშკარა ნაფიქრი კაცი. ერთი არის, აი ერთსაც ვიტყვი. ფრანკო ბატიატო არის ეგეთი იტალიელი მომღერალი და მღერის Ruby Tuesdays. ეგ მირჩევნია Rolling Stones-ის იმას. Ruby Tuesday. გადავწვდით რომ რავი, თქვენ ბიჭო, Rolling Stones-ი უფრო გევასება თუ Beatles-ი? Beatles-ი მევასება ნუ იასნად, მაგრამ Rolling Stones-ის განსაკუთრებით 60-იანის პერიოდის მუსიკა თანაბრად შტამბერს ამგონია, არა? არა. არა, ხო? ბიჭო, აი ის Let It Bleed. ხო, არა, ის არის, იცი რა, შეიძლება მე არ ვარ მე მომწონს მაგათის უხეშობა. არ ვარ, ანუ მარტო მუსიკას ვერ ვაფასებ ამ შემთხვევაში რა. ეხლა აი ამაზე რაზეც ვლაპარაკობთ, რო უსმენ მუსიკას, თქვა რაღაც სიმღერა რო ირთვება, ჩემ თავში ხდება კინო. ეს თითქოს კინო არის. ეს თითქოს ხო. და რა, ანუ გულისხმობ რომ ვიზუალური ის გაკლია. ანუ ვიზუალური Rolling Stones უსმენ მარტო მუსიკას. და Beatles რო უსმენ ეს თელი კონტექსტები და ხო, მაგრამ იცი რა, თვითონ ის ჯანკი. მუსიკაც ეგეთია თქო. ხო, ხო, მაგრამ უფრო აი უფრო გრანდიოზულია. ჯანკი და აი უფრო სექსუალური ვაიბიც აქვს. უფრო როკერულია ის. უფრო ეხლა ცოტათი ვაღიაროთ. სულ ცოტათი უფრო დასრულ განწყობას ტოვებს Rolling Stones-ის გვიანდელი მუსიკა, ვიდრე ობლადა. ნუ ეხლა რაღა ობლადას მიადექი მაინც. სპეციალურად მივადექი არგუმენტის მოსაყვანად. არა, არ ვიცი. ობლადა ჰანი აი, ფაი. ესე რო თქვა უფრო აკადემიური გამოვიდა Beatles-ი საბოლოოდ, ვიდრე Rolling Stones. ანუ ეხლა ხო ხტები იმხელა clean image არის და ისეთი იმიჯის დიდი გამო არის არის. ჟღერადობების და მთელი ამბის და გამო. მეორე მხრივ Rolling Stones-ი 70 წელი ერთად არიან. აი ესენი იყვნენ რაღაც 7-8 წელი ერთად და მერე დაიშალნენ და აღარ შეკრებილან. რეალურად საბოლოოდ მერე და მერე rock and roll-ზე ვერც სიტყვი მაგასაც ხო, სადღაც ანუ Rolling Stones-მა რამდენად უფრო იმუშავა ჟღერადობებზე მერე და მერე ვიდრე არ იმუშავა არაფერი არ ეგრე. ეგრე არ იმუშავია. როგორც Beatles-მა. ანუ ეს მიგნება რაღაც ახლის მე მაგას ვერ ვხედავ. ანუ რეალურად თუმცა ბევრად რადიკალურია. კუჩი. ლენონი თვითონ ეგრე ამბობს კი. მაგრამ კაი, შევხედოთ, აბა, მაშინ Beatles-მა რო გამოუშვა Sgt. Pepper-ი, რა გააკეთა Rolling Her Stones-მა. Satanic Magics-ის რომელიც რაც იგივეა. რაც თითქმის იგივე და მუსიკალური ჟღერადობა იმენა ეგ არის. აი ფსიქოდელია რო დაიწყო. ერთმანეთი შეჯიბს, მერე საბოლოოდ როგორ აისახა მერე და მერე მუსიკაზე თქო, რომელი უფრო გავლენა რომელიც ვინ უფრო გავლენიანია? სერიოზულად. არა, Beatles-ი ჩემი ახთმით. ანუ მაგას პასუხის ღირსათაც მაგრამ ისევ, იმიტომ რომ რელევანტურობა ანუ 70-იანში დისკო როცა დაიწყო მე 80-იანების და მთელი ეს Rolling Stones-ი ხო არსებობდა და აი, მაშინ პანკი რომელმა უფრო წამოიღო მაშინ. აუ ალბათ იმა.
Rolling Stones-მა ხო? ანუ Rolling Stones-ში ჟღერადობა, ბევრად პანკი ჟღერადობა. მაგას ვამბობ, ანუ ბრაზი და რაღაცა ჭიდილი და რაღაცა კი. სკერი უფრო ჩანს მათ. თუმცა ლენონს რომ თუმცა მოусმენო. ლენონი ცალკე ხო, ხო, მაგრამ თან ლენონი როგორც ამბობს, აი ჰამბურგში რომ მოგესმინეთ, ჩვენ ჰამბურგში პანკი ვიყავით რეალურად. ხო, აი წეღა რომ დავიწყეთ, მაგრამ რა ჟღერადობა იყო вообще ის დასაწყისი მაგათი ჰამბურგი. ან Rolling Stone, როკენროლი იყო, ჩოვლებრივი კაცო, არაფერი არ. ტუპო იცოდა. ეს ლენონის ის არის, რა ქვია, ნოსტალგია და რაღაც სერიოზული ნოსტალგია არის, კი. არაფერს რა უნდა დაეკრათ ჰამბურგში. არა, მე იმას გულისხმობს, რომ პანკს გავს იმ ხრივ, რომ აი ფიხებზე უკიდია რას ვაკეთებთ. კი, ეგრე იყო. კარგი, მოდი, მაშინ გადავინაცვლოთ უკან. ვაუ, სხვაზე დამაცვია. ნო, მართლა უნდა ვიცვალოთ. ცოტა იცი რას გავს, ის რო იყო, რა ქვია, სნეჟნაი კარალევა თუ. ხო, რაღაც აი და გერდაში რომ. ბეჭო, აი ნებისმიერი ფლეშბექის, ხო და იმ დღეს ხო და მოკლედ მივედით იქ გავჩერდით, რომ ჩაწერეს თეთრი ალბომი. 1968 წელია მეგობრებო. მთვარეზე ჯერ არ დამჭდავართ. რეალურად ეს არის ყველაზე განცალკევებული ალბომი. 30 სიმღერა შედის, იმიტომ რომ დაბლ ალბომი არის, მაგრამ მაინც მაგარი ჩხუბები მიდის, რომელი სიმღერა დავტოვოთ, რომელი ამოვაგდოთ, ვინ დაიშაგრება. უნდა რომ ერთი ალბომი არის იყოს. ჭირს ცოცხალია. ჯორჯ მარტინი. ბრაიან ეპსტეინი Brian Epstein მკვდარია. მამიკო მკვდარი არის 1 წელია. ამასთან უკვე კონფლიქტში არიან. მამიკო არის მკვდარი 1 წელია და ამის გამო მაგარი ანუ მართლა როგორც რინგო აღწეს ბრაიან ეპსტეინის მერე ანუ თავ წაჭრელი ქათმები ვით ვიყავით იმიტომ რომ მართლა არავინ არ იცის რა გააკეთოს ამიტომ არსებენ Apple-ს რაც თქვით და Apple არის კოლგლომერატი კომპანია რომელიც აი ამ ყველაფერს იტევს რომელსაც ვერ მართავენ იმიტომ რომ ყველანი არიან არაკომპეტენტური drug field არ ვიცი რა დავარქოს ხონერე და მხალხს და იწყება ან კრიზისი არის იმ ხრივ რომ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს აშკარად იოკო სესიებზე მოყავს ლენონს რაც იქამდე არ მოხდა გონარი არის იმიტომ რომ ანუ ბიტლების 4 ადამიანის გარდა არავინ არ იყო იქ ცოლები ყავდა ჩულები ყავდათ მაგრამ არასოდეს სესიაზე არ მოდიოდნენ შემოვიდა უკვე იქ რა ანუ იქ ზის რა წარმოიდგინე მოადგილე წარმოიდგინე ავად იყო ეგ უკვე ებიროდის დროს და ხო მაგრამ კი არ არ მივიდეთ ებიროდა მივიდეთ ხო ავად რო იყო ლოგინი მოატანინა და წარმოიდგინე ესენი ალბომს წერდნენ და იოკო საწოლში წევს აი ეგ არის როცა ხასდება რა ანუ რაღაც მომენტში ლენონს ეწყინა რომ იოკო მოიყვანა და ამათ ყველამ ძალიან ცივად შეხედეს იმიტომ რომ ну ясно ბიტლსი არის და რაღაც ჩაკეტილი ყუთი არის და აქ ვისაძრობ ეს აზიელი ქალი ვინ არის მაგას ცოტა რასობრივი ისინიც ქონდა რასისტული საწესებიც ალბათ მაგრამ იმ პერიოდში თან როცა ჰეროინზე არიან და ასეთი სიცივე მიიღო დანარჩენებისგან თან ლენონი რაღაც მომენტში ჩალიჩობს რომ იოკო იქნებ ბენდის წევრი გახდეს პასიურად ჩალიჩობს მაგას თეთრ ალბომში მაგალითად ერთ ფრაზას ღერის იოკო ის რა არის ჩაკ ბერი არის ლენონი და იოკო ლეგენდარული ჯონი ბი გუდს ღერის და იოკოს ვისაც არ გავთ ნანახი ლენონი იოკო ჩაკ ბერი და მისი ბენდი ერთად არიან და ესენი როკ-ენ-როლს ღერიან და იოკო ტამ-ტამზე უკრავს და ყირის მიკროფონში ჩასვით ჩაკ ბერის ის ფოტო აი მე გვიან ყვირილები რომ თუ უკვირთ ვინმეს იოკოსი აი იქ უკვე იყო იქ იყო უკვე კი ეგეთი გამოხატულება ქონდა მაგრამ იოკოს იცი რა ქონდა რას ამბობს ეგრე ამართლებს ამ თავის სიმღერის სტილს რომ ადამიანი რო იხჩობოდესო იმას კი არ ეტყვის რომ აუ ეხა ვიხჩობი და ვინმე რომ გადამარჩინოს კარგი იქნება არა კი ვიხარ მაგ დროს რაღაც პანჩი იოკო კაი დასაწყისი იყო პანკის პროცესი ცოტა კრინჯად ხდებოდა რა მაგისგან რა ხო ნუ კრინჯია არავის არ გვევასება იოკო იტოქში საერთოდ მე მას ადვოკატირებას ვუწევ ვცდილობ რომ აი მე რასაც ვამბობ ის კონცეპტუალური არტისტი არის და თუ პროპაგანდამ ქნა ეს პროპაგანდამ ძალიან ქნა ეგ მაკარტნის პროპაგანდა არა მაკარტნის არა უბრალოდ ხალხის რეაქცია ხო გახსოვს აი პოლ მაკარტნისაც ცოლი რომ მოყავს გოგოები ტირიან იმიტომ რომ აი სადღაც ცოტა შეიძლება დაბრალდა კიდევაც ბიტლზების დაშლა ისე კი როგორ არ დაბრალდა ანუ დაბრალდა რა რეალურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ამ თელ ისტორიაში დაშლის ხო ახლა მე მაკარტნი ბაზრობს რომ სასაცილოა ეხა გოგოს გამო როგორ შეიძლება დავიშალოთო რა ეხა მე ვიღაცა რო იკითხავსო რატო დაიშალეთო ხო არ ვიტყვიო რომ იმიტომ რომ იოკო ჩემი კომბზე დაჯდაო ოღონდ მართლა მაგას ამბობს 79-ში ამბობს მაგას ანუ თვითონვე წინასწარმეტყველებს რაც მოხდება მაგრამ რეალურად ხო ეგრე და ესენი როცა თეთრი ალბომი დაამთავრეს ეს ისე რომელიც აი მაგარი ჩხუბებში გადიოდა
პოლ მაკარტნის აქვს ესეთი იდეა, რომ მოდი გავაკეთოთ სატელევიზიო ფილმი, რომელსაც გადავიღებთ, რომ მოვდივართ დაუმთავრებელი სიმღერებით და თლიან პროცესს გადავიღებთ, როგორ ვამთავრებთ, წერთ ამ სიმღერებს, რეპეტიციობთ, ვიწერთ ალბომს და მერე გვაქვს კონცერტი. ეს არის ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მაკარტნის იდეა. რა თქმა უნდა. ამ ბოლო დროს ეს არის ბიტლსის ხოდი, რომ მაკარტნის რაღაცის გაკეთება უნდა და ყველანი თახტებიან. და მე ვაკეთებთ კონცერტს. დიდ კონცერტს კოლიზეუმში ან სადმე. ხო, ეს უნდა თქვათ, ანუ 3 წელი არ ქონიათ რა კონცერტი უკვე. ოღონდ 3 წელი არის 30 წელი ჩათვალე რა. In dog years. ძალიან დიდი დრო გავიდა რა რეალურად რა. მართლა გავიდა ძალიან დიდი ხანი და პლუს ამათმა ისეთი მუსიკის წერა დაიწყეს, რომლის რეპროდუქციაც ლაივში აი თითქმის შეუძლებელია. მაგრამ ესეთი სინთეზატორები არ ვიცი რამდენად არსებობს, რომ ორკესტრი ააწყო, მელოტრონი არის მაქსიმუმად, მაგას არ ვიცი ლაივში როგორ გაახმოვანებ. მაგრამ ეს იყო ძალიან ცუდი იდეა, რომ ანუ რა არის 69 წლის ორი თვე გავიდა რაც თეთრი ალბომი გამოვიდა. ისედაც ერთმანეთთან ჩაშლილები არიან, ლენონი აშკარად ჰეროინზე ზის და ჯორჯ ჰარისონი ამ დროს იყო ნიუ-იორკში ჩასული, ბობ დილანთან მეგობრობს, ბენდი არის, ეგეთ ბენდი. ან სხვა გარემოს არის მიჩვეულის, სადაც ბევრად თავისუფლად გზნობს თავს და აი ამ სიცივეში რო ბრუნდება. თან ძალიან მნიშვნელოვანი რა ბოდიში გაგაწყვეტეთ, რომ აღიქვამენ ნარავნე კი არა და ანუ ჯორჯ ჰარისონია შეჩემ. ანუ თვალებში შესციცინებს ხალხი რა. მე ხდება უკვე ხო, მაგრამ მშოვ. და იქ არის ყლებავში. ხო, იქ არის პატარა ანუ ბიჭი. სოლოში უკვე ჰარისონი გახდა. სოლოში კი არა, ანუ ეხ წასული ამერიკაში და და მაქვალს დილანი როგორც გავიგებს, თავისი კოლეგა არის დილანის და ხო, ხვდები, მაგრამ მესმის. ანუ აღიქო კლაპტონთან ძმაკაცობს. და ამათთან ძალიან პატარა ბიჭი არის. ანუ ხო, ცალკეულად კლაპტონი მოწიწებით ეპყრობა. ბიტლზიდან არის ხო, რა, რა. ოღონდ ბიტლზი. და ბიტლსში რო ბრუნდება. ბიტლზიდან არის რეალურად და- მაინც მაგის ხო? სოციალური კაპიტალი ნუ იქიდან არის. ხო. ანუ ესენი არიან მაგარი ღამურე ცხოვრებას არიან რა მიჩვეულები. ანუ ჩაწერას იწყებდნენ ხოლმე შუა დღეს, ანუ უფრო გვიან და ზოგჯერ დილამდე გრძელდებოდა ხოლმე რა. და აქ იწყება რომ აი დილას უნდა შევიკრიბოთ, იმიტომ რომ ხო ხტები გადაღება არის, დილას 7-ზე მოვდივართ, საღამომდე რასაც ვაკეთებ და მე ვიშლებთ. ეს არის Let It Be ალბომი რაც გახდება. და უნდა ითქვას რომ სხვა სტუდია არის, ის სტუდია არა სადაც მთელი ცხოვრება წერდნენ. ზამთარია, დილაა და მაგარი ცივი შენობა. აი წარმოიდგინე დიდი პავილიონია, ცარიელი. ის პალაფონი თუ არა, არის Twickenham's სტუდია. Twickenham's სტუდია არის, ცარიელი დიდი პავილიონი, ზამთარი ართბება და ცუდი აკუსტიკა და შუაში დადგეს ამათი აპარატურა. იდეა ძალიან კარგი არის. ანუ პოლ მაკარტნი ნახა ფილმი არის Picasso Paints ქვია მე მგონი. და ანუ მართლა არის რომ ნუ ეხა Picasso ხატავს რა თქმა უნდა, ბოლოს რა სტილიც ქონდა, ანუ 15 წუთში აკეთებს მაგას და აი მაგის ყურება ისე გაუსწორდა რომ ხედავს Picasso როგორ ქმნის სტილოს რა, რომ აი გავაკეთოთ, რომ ჩვენ წერთ და ვუკრავთ ალბომს. და ყველაფერს დოკუმენტი, პროსტა როცა უჩაძაბულესი ურთიერთობა გაქვს ხალხთან და ამ დროს კამერები არის ყველა მხრიდან მომართული შენზე, შენს ჩუმ საუბრებსაც იწერენ. ძალიან ცუდი სიტუაცია არის. ანუ კაფეში წიგნით სტუდიას სხვა კამერები იმეებში, სცენარეებში და მიკროფონები და ყველაფერი წარმოიდგინე რა. იცი რომ ვერაფერს ვერ იტყვი კარჩი. და ამ დროს ერთმანეთთან საშინლესი ურთიერთობა აქვს და პლუს ჰარისონი შორდება სოლს მაგ პერიოდში. ჩხუბობს ხო? ყოველ შემთხვევაში. ხო, ნუ სახში დრამა აქვს და ამიტომ ისედაც ჩაძაბულია. აქ დრამა და ამ ყველაფერს კამერები. და რაღაც მომენტში როცა პოლ მაკარტნი ეტყვის რომ ეს ესე არ დაუკრა, ან ეს როგორც ჩვევია ხოლმე ეს ესე არ ქნა, ან ეს ესე გააკეთე, მაგ დროს ჰარისონი პროსტა ჭედავს და ეუბნება რომ ანუ მე თუ გინდა სულ არ დაუკრავ, ან რასაც გინდა იმას და ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ შენ ბედნიერი იყო და ეს აუ ძალიან კაი მომენტია ცა მიკროფონიდან რო იწებიან და ვითომ ჩუმად ლაპარაკობენ, მაგრამ გესმის ეს წერობა სულ აი ბიჩინგი მიდის. არასდროს ძალიან სასტიკები ეხა დედას არ აგინებენ ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის აი ეს ნუ მაგათთან უკვე ჩაჭერა არის ხაზგასმა რა, წერობა. და იმ დღეს ხდება ეგ რომ მიდის? იმ დღეს ხდება ეს. და მოკლედ დღის ბოლოს მიდის. და ყოველს მაგარია რომ ქართულად უნდა გადავთავაზო როგორ მიდის, რომ აბა მეო წავედიო რა და საიდანო და ბენდიდანო. როდის და მე ლენონი გითხრა როდის ისოდა ეხლა აუ ეგრე ჩანს. არის ეგრე ჩანს, ეგ ჩანაწერი არის. და აი ეხა ჩემი არგუმენტი მეორე, ნომერ მეორე. აბა თეთრი ალბომის დროს წავიდა რინგო მაკარტნის გამო. აქ რა მოხდა? ან მეორე და ისტორია ჰარისონი წავიდა მაკარტნის გამო. მხოლოდ მაკარტნის გამო.
ლენონიც საკმაოდ 2-0 ჩემს სასარგებლოდ. სხვა ხდება მან გასოს ჰარისონს I Me Mine რომ მოაქვს და ლენონი ძალიან დასცინის, აი სუპერ აბუჩად უბდებს. არა და რა მაგარი სიმღერა არის, რომ აი ვალსი არის, იმიტომ რომ 3/4-ში არის და ეს როკ-ენ-როლ ბენდია და თავზე ხელს უსმევს და რაღაცა აგონია ეხა რომ აქ ძალიან დამცინავი, ძალიან ცინიკური არის, ლენონსაც ჩვევი ეგეც. ვაფშე არ უკრავს მაგ სიმღერაში. ვაფშე არ უკრავს მაგ სიმღერაში. ჩაწერის დროს ეცეკვება ვალს იოკოს. კი, ეგეც არის. მე შემორიგება მოხდა. ეს ყოველთვის ხდებოდა, ამ პერიოდში სულ ხდება ჩხუბი და რომელიღაცის სახლში იკრიბებიან და ლაგდებიან ხოლმე რა. ნუ კაი, ეხლა მთლად ის და აქ ამჯერად ესე დალაგდნენ, რომ ჰარისონმა თქვა, რომ ლაივს მე არ დაუკრავ. ამ ფილმის ბოლოს უნდა ყოფილიყო კონცერტი, ფეხებზე მგიდია, მე ლაივი არ გავაკეთო. რა ვარიანტები იყო კონცერტის? რაღაც საუდის არაბეთში, იორდანიაში, კოლიზეუმში და კავერნში, იმ კლუბში სადაც დაიწყეს და ეგეც მაგარი იქნებოდა. და სახურავზე რო დაუგრეს ეგ. სახურავზე გადაწდა, იმიტომ რომ აი ბოლოს ჯერ მაგამდე მივიდეთ. მერე გადავიდნენ, ხო, მაგის ბოლოა. მერე აი ამის გამო ჰარისონმა რო გაჭედა, კარში მე მან აღარ მინდაო და კაი გადავიდეთ ჩვენ ოფისში. გადავიდნენ თავის სახლში. ოღონდ ოფისში ჯერ დაიქირავეს Magic Alex-ი, ეჩვენი ბერძენი ძმა, რომელიც იქამდე ვახსენეთ, რომელიც აზზე არ არის და სტუდიას მე გავაკეთებო. არაფრის აზრზე არ იყო, მოაწყო და ფული დახარჯა და ის ცოტა მოფენშუო ტიპი იყო. ზუსტად და ჰარისონი როგორც ამას გაკეთა უნიტაზი, რომელზეც რო დებდი ტრაქს, მუსიკაზე რადიო ერთვებოდა. ანუ ეს იყო მისი მაქსიმუმი გამომგონებლის ან ინჟინერის ზენიტი რა. აჩ გამოყლებული. აი აბსოლუტურად. დანტისტი იყო ეს კაცი. ხო და კარჩე, რომ იყვნენ რომ ამან ვერ გააკეთა ვერაფერი, მოიტანეს ნორმალური სწორი აპარატურა დადგეს და გააგრძელეს ის ჩაწერა. გააგრძელეს და შედარებით ნორმალურად მიდის. პლუს მოიყვანეს, ჰარისონმა ესეთი რაღაცა თქვა, რომ თეთრი ალბომის ჩაწერის დროს ძალიან დაძაბულობა იყო და მოიყვანა ერიკ კლაპტონი, რომ While My Guitar Gently Weeps-ში სოლო დაეკრა რა. და ჰარისონის დაკვირვებით კლაპტონი რო შემოვიდა, ყველა გახდა უცებ ხუთოსანი. ძალიან nice და მომღიმარე და კარგი ბიჭები. სტუმარი როცა მოდის ოჯახში ყველა კარგად იქცევა. თან ავტორიტეტია უკვე კლაპტონი. კი, მაგრამ ეგ ბიტლებთან კანკალებს თვითონ, ის პონტი არ არის რომ კლაპტონია და რა. პროსტა უცხო ტიპი რო შემოდის მუსიკოსი, გინდა რომ აჩვენო შენი საუკეთესო მხარე რა. და ამ დროსაც ესე მოხდა, როცა მოიყვანა ბილი პრესტონი, რომელიც კლავიშზე უკრავს. მოიყვანეს მე, მაგიტო თუ რატო არ ვიცი, მოიყვანეს ბილი პრესტონი, კლავიშნიკი. და ყველა გახდა უცებ ცუციკი რა. და პლუს ის მომენტი იყო, როცა თვითონვე გადაწყვიტეს, რომ ამდენ ხან ხო 6 თვე წერდნენ ხოლმე ალბომს, ორკესტრი იყო, რეები არ ხდებოდა, ვიღაცები ხერხზე უკრავდნენ და აი პირველად ეხა და ჩავწეროთ ალბომი ისეთი, რომელსაც ლაივში დაკვრადია რა. ანუ იმას ნიშნავს, რომ ოვერ და ზემოდან გადაწერა არ იქნება არც ვოკალის, არც არაფერის. და ეგეთ მიდგომით აი, რა ქვია, უფრო მინიმალისტური მიდგომა გააკეთეს და ამიტომ დაჭირდა ეგ როგორ დამთავრდა კიდე სხვა საკითხი. ხო, ეგ კიდე ცალკე ბაზარი არის, მაგრამ ესეც საერთოდ არ იყო ბედნიერი გამოცდილება, მით უმეტეს როცა ენთუზიაზმი ყველას აქვს ნულზე. ანუ რაღაცა ვალდებულების გამოაკეთებენ რეალურად რა. და იქ ერთი კადრი არის ლენონის მოხმარებას რო დაუბრუნდეს ისევ. ხო კამერები სულ არის და უცებ ლენონი იქ კურტკა კიდია და კურტკაში იქ და ბიჭო აი ბოლომდე ვერ ხვდები რას აზრობს. ნიტო ბაიანი არის, ნიტო რაღაცა ჩეკია თუ რაღაცა გასულს და დაინახოს რომ კამერა უყურებს და ეგრე უკანდეს. მე მეგონა უფრო ხაშიში იყო სხვა შორის. არ ვიცით. ამას ვერასდროს ვერ გავიგებ. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ თქვენ მოდაზე. ეგენი არიან, მე როგორც ვიცი დაჭერილები. კი, ეგ სამაგალითო. ეგ ზუსტად ერთი და იგივე წელს ხდება. ჯერ ჰარისონს, მერე ლენონს, ყველას იჭერენ მოსაწევს. და თავის Rolling Stone. მე როგორც წავიკითხე, ანუ სამაგალითოდ ხდებოდა ხე ეგ. ხო, მაგრამ ეგ ცალკე სპეციალი შეიძლება მაგაზე ჩაწერო. რომელიც ეგ პოლიციელი ვაფშე დაიჭირეს იმის ნიმტკიცებულების გაყალბებაზე, ხო? მაგრამ ეგ ტიპი იმენა ჩალიჩობდა რომ პოპ მუსიკოსები უნდა დავიჭიროთ რა. დრაგზე რა თქმა უნდა. ოღონდ იმიტომ რომ სხვებმა მაგალითი არ ჩათვალო რომ მოსული. და თან კარგი პრესა არის, ანუ გაზეთში დაწერენ ამაზე. რომ აი მე დავიჭირე ესმა. ლენონს პრობლემა შეიქმნა ამერიკის მოქალაქეობაზე. იქ იყო მიზეზი იმაზე რომ ანუ ითომ რომ აი მე რიგითმა მოქალაქეებმა ცუდი მაგალითი რო არ აიღო, ეხლა თუ იმას დავიჭერ, ამათ მით უმეტეს დედას ვიყიდებ. ხო, ნუ ეგ რაღაცა. შეიძლება ეგეც მაკარტნის ბრალია.
იმიტომ რომ ტელევიზორში გამოვიდა და თქვა რომ LSD მაქო ნაჭამი. ჩვენ რო გვიან აღვიქვეს ჯანკები რო ვიყავით ბავშვობაში. ვიცი რომ ეს ანტოლოგიიდან გადმოიღეს ეგ რომ მაგას ყვებიან რომ ჰარისონს წინასწარ ვიღაცა დარეკავს რომ დღეს დაგიჭერენ. ეგ მომენტი არის და ჰარისონი რომ დრაგების გაქრობას ცდილობს. და იქ ნილ ასპინალი გახსოვს ყვება რომ აი ამ ხელა ტომარა მოსაწევი გადმოიდე. ეგ ეხლა ხო გამოუშვეს კიდე ანტოლოგია მანდიდან ამოჭრეს ეს რატოღას. გასუფთავებას ცდილობენ იმიჯის მაინც. ხო. რისი სადღაც რეალურად ყველაზე არასანდო წყარო არიან თვითონ. განსაკუთრებით მაკარტნი რა. აი ახლა რასაც ყვება მილიონჯერ გადამღერებულ ისტორიებს ყვება, და იგივე ახალს ვერაფერს ვერ გაიგებ მაკარტნისგან. მაგრამ ემოციები მათი გადმოსახედიდან ეგ გულწრფელი არის. ეხლა მაკარტნის ნაკლებად მაკარტნი ძალიან გაუფრთხილდა ბრენდს, მაშინაც უფრთხილდებოდა. ერთადერთი იყო, ვინც მოდი ამას არ ვიტყვი, იმიტომ რომ აი იმიჯს გააფუჭებს და ლენონი არის საშინელება ინტერვიუებში განსაკუთრებით დაშლის მერე. აუ ძალიან ამეტებს და აი სუპერ ცინიკური არის და dismissive არის ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ. აი თითქოს არც არაფრად ღირდა ეს ყველაფერი. ძალიან ვახტებით. გახტებით. კაი, ხო, მიდის Let It Be-ს ჩაწერა რა. ჯერ კიდევ ქვია Get Back. Get Back ხო და საბოლოოდ არც არაბეთში არ წავლენ, არც ეგვიპტეში, იმიტომ რომ ყველას ეზარება რაღაცის კეცება და ამიტომ სახურავზე გადაწყვეტა. ანუ აი იქ ბარემ სახურავზე ავიდეთ მონტი. აი იმინა დაზარების მონტი. აი იქვე სტუდიის სახურავი. და აჭიმეს კაბელები სახურავამდე. ეს რა ფილმი იყო ბოლოს რაღაცა? ეგ არის Get Back. ეგ არის მაგის გადაღებაზეა. მაგის გადაღება არის, რასაც იღებდნენ მთელი ეგ დრო და რის გამოც ჩაიძაბნენ. არა, ახალი ფილმია. ახალი ფილმი რა? პიტერ ჯექსონის? არ ვიცი. მაგაზეა ხო და ეგ გამოვიდა ხა ისრული ჩანაწერი. Musically? აი ციხის პერიოდში რაღაცას მოკართვალი ვერ უყურე სრულად, მაგრამ რაღაცა ეგ სიუჟეტი იყო რა, ესენი სახურავზე მღერიან. ციხის კადრები. არა თქვა, არა, ახალი ვიღაც სახიობებით არ მახსოვს მართლა. არა რაღაცა იყო, ფერადი ახლა. აი იმაზე Cirque du Soleil Yesterday. საშინელება. ხო. ესეთი რომ ფილმის პრემისი ის არის რომ ვითომ სამყაროა სადაც ბიტლსი არ არსებობდა და ერთ ტიპს რაღაც ბენი დაარტყავს თუ მანქანა დაარტყავს და მარტო იმას ახსოვს ბიტლსი და ვითომ ჩემი სიმღერებია სპონსაცვი. ანუ არ ვნახო ხო. ბიჭო, იცი რა? ვერ ეგრე ვერ ვიტყვი. მე არ მაქვს ეგრე. აი იგივე Bohemian Rhapsody-ს და რაღაც ვიღაცა საშინელება. ბიჭო, ეგრე კრიტიკულად არ უყურებ ეგეთ ფილმებს. რატო? რატო? იმიტომ რომ ვისიამოვნო. თორე უპოვი იმდენ არა მე Bohemian Rhapsody-დან მე არც ის არ მესიამოვნო, просто მოსაწყენი არის. ხო, რა ვიცი, მე იმდენად მახარებს მუსიკალური ბაიოპიკები, რომ რა ვიცი. ნებისმიერი. სერიოზულად რო შევხედო, საშინელება ყველა. არა, იმ დილანზე ნორმალურად საკმაოდ ნორმალური ფილმი იყო. კაკას აი მაგაზე ვერ მაგაზე ქონდა, ხო და ეგ მე მეჩვეულებრივ ვარ, რადგანაც აი არ იყო ეს ბლანშეტიანი დილანზე, ლაპარაკი. მე მეზის აი ხარო დილანის ფილმი და გაიგო. ის ბლანშეტი რო თამაშობს. აუ ეგ ძალიან მაგარი ფილმი არის. მაგრამ ის სხვა არის. ბიჭო, მე მეზიზღება ამ მთელი ცხოვრების ჩატევა best of არის. ხო ხტები რა. ანუ ის დაიბადა, დედა ყავდა, მე მუსიკა დაიწყო, მე ეს გააკეთა, მე ნარკოტიკებს შეცელს უღალატა, ახალი ცოლი მოიყვანა, მე ნარკოტიკებს გადააგდო, ბოლო კონცერტი ქონდა და დამთავრდა. ძირითადად მოვლენები ესეთი. ხან დაახლოებით იგივე არის რაც ზედაპირული გამოდის. კაი. საერთოდ რას ვაკეთებთ ახლა? მორჩით Let It Be-ს ჩაწერას. კონცერტი ქონდა სახურავზე, მაგრამ უნდათ რომ დაიჭირონ. ანუ ხმაურეს გამო. უნდათ რომ პოლიციამ გაათრიოს. რომ ეს კადრი გაიშიცოს ფილმისთვის, რომ კაი კულმინაცია იქნება დრამატურგია. ხო, და უკრავენ და აი პოლიცია ამოსული და ესენი არ ჩერდებიან სპეციალურად გარშე რა და ნუ მაინც არ გაყავთ, იმიტომ რომ ავი ბიტლსია და არავის არ ჭირდება. ეგ რო აი გაკოჭონ ბიტლსი. არა და გაასწორებდა. მაგრამ ნუ ამის მერე რა ხდება რეალურად? ანუ მე ვერ ხვდები ვაფშე ამის მერე როგორ ჩაწერეს კიდე ალბომი. იმიტომ რომ ისეთი დაძაბულობა კი არა და უკვე всё, ნუ რა ვიცი. ნუ ამის მერე ის ხდება რომ მის მენეჯმენტი იმხელა არის Apple-ში, რომ აშკარად აი რო ვთქვი, რომ ვიღაცა კომპეტენტური კაცი არის მოსაყვანი. ლენონი შეხვდა კაგრას Let It Be-ს პერიოდში Alan Klein-ს, რომელიც იყო Rolling Stones-ის მენეჯერიც, არის ნიუ-იორკელი ადვოკატი, აი დაუნდობელი, ზვიგენი ისეთი. ოღონდ აფერისტი რა, როგორც ამბობენ. სერიოზული აფერისტი კი. მაგრამ ლენონს ისევე შემართება, ვიღაცას ირჩევს და 100% აქვს ობსესია ამ კაცზე, ამ კაცს რო შეხვდნენ ლენონი და იოკო ძალიან კაი განწყობა გაუჩნდათ და იმიტომ რომ ლენონის ტექსტებზე ებაზრა სპეციფიურ რაღაცებზე იოკოს რა, ანუ სანამ მივიდოდა შეხვედრაზე, რისერჩი გააკეთა. კი. და მე ანუ მოხიბლა რა.
ეპირფერა. ანუ ეს პერსონაჟი არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ დაშლის პროცესისთვის. დაშლის პროცესში ერთ-ერთი თანამონაწილე ნაღდად არის ყოველ შემთხვევაში საბოლოოდ რო აი კუბოს ლუსმანი დაასვა რა. კი ბატონო. და ამ დროს იწყება ეგ მომენტი რომ რა ხდება? ლენონი ჯერიბირებს ჰარისონს და რინგოს. ხო. მე მოწონს რომ შენ გიყვები, აი ვითომ რაღაც ახალს გეუნებოდე. მაგრამ მე მიყვები. მაგრამ სინამდვილეში შენ გიყვარ, სინამდვილეში გოგას უყვებით ხა, სულ გიძივარ. და რა ხდება? ხო, ანუ ლენონი გადაიბირებს ჰარისონს და რინგოს. რომ მაგარი მენეჯერი, ანუ მენეჯერი ახავთ რა, რომ მენეჯერი. და მაკარტნი არის უცებს სკეპტიკურად განწყობილი, რომ ვინ შემეყლია ეს ჩემ. თან 20% უნდა. ხო, ანუ 20-25 მოკლედ ბევრს გვაქვს. დიდი პროცენტი უნდა. ანამაძე მეტი გამოდის. და პოლ მაკარტნი ამბობს, რომ არა, ჩვენ დიდი აქტი ვართ თუ რაღაც ეგეთი. ჩვენ არ გვჭირდება რომ ამდენ დათმობაზე წავიდეთ და პლუს პოლ მაკარტნის ამ დროს აქვს ლინდა ისტმენთან ურთიერთობა, რომლის მამას და ძმას ასევე აქვს ნიუ-იორკში, ნუ არტის მენეჯმენტის და რა ვიცი, ფინანსური და საადვოკატო ფირმა. და ამიტომ ფიქრობს, რომ იქნება აი ამ ტიპმა, რადგანაც ჩემი ოჯახის წევრი გახდება მალე, იქნება ეს ტიპი იყოს ჩვენი მენეჯერი. ამიტომ არა, მე შენს მიმართ იქნება. იმათ ხრიდან ხო როგორ ჩანს რა, ხა შენი ვისი სიზეც ხარ, ის გინდა რომ გახდეს ჩვენი მენეჯერი, ეგ ჩვენი ინტერესებს არ დაიცავს. რა ქვია მაგას? ნეპოტიზმი. ნეპოტიზმი იქნება. და ნუ ეგ იყო ძალიან სერიოზული განხეთქილების წყარო. ყველას თავის ოჯახის წევრი შემოყავს იტუქში. კი. ხო. ის ეპირფერება და იმიტომ უნდა ამას თავის ცოლის ძმა და მამა უნდა რომ ანუ და ამაზეც მიდის, აი ხა უკვე არის გადაზრდილი როგორ რაღაცაში, რომ აი ბიზნეს შეხვედრები აქვს. ერთად კი არ ჰენგაუთობენ, არ სვამენ და არ წევენ, იმენა ბიზნეს შეხვედრები აქვს კვირაში რამდენჯერმე და მიდის რომ აი ფულზე გვერხევა და რაღაცა უნდა გავაკეთო. გაუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი ისტორიიდან გამომდინარე, რაც ისტორიამ გაჩვენა მაკარტნი იყო მართალი. რომ ალან კლაინი აღმოჩნდა შარლატანი აფერისტი. და ყველამ რაღაც ბიტსის დაშლიდან 2 წელიწადში, 3 წელიწადში, 4 წელიწადში ყველამ გაწყვიტა მასთან ფინანსური ურთიერთობები. ან შესაბამისად პოლ მაკარტნის სწორი იყო, რომ არენდობოდა ამ ტიპს, მაგრამ ამ შემთხვევაში ლენონი და დანარჩენებიც იმდენად მოხიბლულები იყვნენ ამ კაცის. და როგორი არის თან ამ დროს როცა პოლ მაკარტნი ხარ, შენი ბავშვობის მეგობრები გიდგანა და ვიღაცა ნაბიჯვარი რაღაცა იურისტის გამო შენთან გეძაბება ურთიერთობა. ეხა ნახე, მან კიდე მოხდა ერთი რაღაცა რა. არ ვიცი რამდენად უნდა შევიდეთ, ცოტა ღრმად გამოგდის რა. publishing კომპანიაზე ვილაპარაკოთ, თუ მამეთანი იქნება. კაი, არა, მე მგონი უნდა ახსნათ ეგ ცოტათ. ცოტა რთული ასახსნელი, მოდი, კაი, გამოვტოვოთ ეგ. კაი, მოკლედ, ანუ როცა ლენონმა და მაკარტნიმ პირველად დაიწყეს მუშაობა, ამ დროს დაარსეს კომპანია, რომელსაც ერქვა Northern Songs, ანუ საავტორო უფლებების კომპანია, რომლის ქვეშაც არსებობენ თვითონ. ამათმა ამას ხელი მოაწერეს რამდენი 21-22 წლისების იყვნენ. არც ძალიან პატარა პროცენტი აქვს მაგ. და წარმოიდგინე, მთელი გუნდი არსებობს, რომლებიც დიდრდება ამათი დაწერილი მუსიკით. და თვითონ რაღაც პატარა პროცენტები ხვდებათ რა. და ეგ ბრაიან ეპსტინის ბრალია რეალურად რო ესეთ კონტრაქტი შექმნა, მაგრამ ეპსტინის სიკვდილის შემდეგ გაერკვნენ ამაში. და უცებ აღმოჩნდება, რომ მაკარტნიმ იყიდა წილი იმ კომპანიაში. როცა ერთ ბედ ქვეშ არიან ლენონი და მაკარტნი და ერთნაირად განიცდიან ის რომ პატარა წილი აქვს რა. და ლენონი ჩუმად ყიდულობს, ლენონი კი მაკარტნი ჩუმად ყიდულობს წილს. ამ ადვოკატის ამ ისტმენების რჩევით. ეს რომ ლენონმა გაიგო, ძალიან ღალატად აღიქვა ეგ. რომ შენ ჩემს ზურგს უკან ამ გადაწყვეტილებას იღებდი, მაგრამ და მე ვღარიბდები და შენ გამდიდრდები. ნუ ის რომ შენ დომინანტი ხდებოდი კომპანიაში, რომელსაც ესე საერთო მფლობელები ვართ. ხო, ეგეც ფაქტორი, კარგად კომპაქტურად მოხევი. და მეორე ფაქტორი ის არის, რომ მე სამი მფლობელი ვინც იყო დიკ ჯეიმსი ამათი საავტორო უფლებების მაგტიპმა თავის წილი გაყიდა. შესაბამისად უცებ ისეთ სიტუაციაში იჩნდებიან, რომ საკუთარ მუსიკაზე საავტორო უფლებებს კარგავენ, რაც აბსურდი არის. და ნუ ამ დროს ესეთი ალან კლაინისნაირი ან ისტმენისნაირი ტიპები გჭირდება, რომ აი ესეთ ვითარებაში დაგილავდნენ. რეალურად მართლა რთულ სიტუაციაში არიან ყველა მხრივ. რა, ანუ ძალიან ბევრი ასპექტი არის. ფინანსურადაც, ემოციურადაც. ყველანაირ რთულ სიტუაციაში არიან და ამ დროს ეს რო ამბობდა და თო რომ შეხვედრები აქვთ მარტო და მხოლოდ შეხვედრები ოფისში, ერთ-ერთ შეხვედრას რითიც დავიწყეთ გადაცემა, ლენონი მოდის და ამბობს რომ მე მინდა გაშორება. იმიტომ რომ თან ლენონი დაბადიჟეს ტორონტოში, პროსტა დასაკრავად, ჩავიდა, დაუკრა და ანუ ამ დროს აინთო რომ ვაიმე, მე მარტოს, მე და იოკოს შეგვილია ეს. ხო და ნუ კარჩე
მაგრამ ნუ თუ არ ამბობო საჯაროთო, მაშინ პრობლემა არ არის. ეს უთხრეს მაკარტნიმაც და ალან კლაიმანს, ვინც ეს პრობლემა რა არის? ვიგენი ვინც ნახე, არის. ეს Let It Be რაც ჩაწერეს, Let It Be არ არის გამოსული. და იმიტომ რომ არც- არ გამოვიდა, ანუ არ ვარგა. სუდიჩან არ ვარგა. რომ მოისმინეს არ ვარგა, კარგი, ალბომად ვერ შეიკრა რა და გდია რა. და შეთანხმდნენ რომ მოდი ერთი თუ სადოთ, ოღონდ აი კარგი ალბომი ჩავწეროთ. იმით რომ ჯორჯ მარტინსაც დაურეკავს პოლ მაკარტნი და ჯორჯ მარტინს ეთქვეს რომ ჩავწეროთ ბოლო ალბომს არ აიძახის, მაგრამ ერთიც ჩავწეროთ და ჯორჯ მარტინი პროსტა იმას არ ყვეს რომ ისე ჩავწერთ როგორც იქამდე ვწერდით და ესე ეთქვის რომ კი. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მის ავტორიტეტს პატივს ცემენ და არანაირი ესეთ კითხვას იკითხავს რომ ლენონიც ესე ხო, ხო. ფიქრობსო John included, ხო. და ნუ ჩაწერენ Abbey Roads. Abbey Roads რომელიც არის, ანუ ზაფხულში წერება 69-ის, ოღონდ ნახევარ ალბომს რეალურად ლენონი არ ესწრება, იმიტომ რომ ლენონი ამ დროს სოფლიოს გარშემო დარბის და ხო გახსოვს საწოლში რო წვანან ლენონი და იოკო და აპროტესტებენ მაგის გარდა ავარიაში მოყვა ნეტა რატო? და დანტისტი შეხვდა და მეორე ისიც არის რომ იოკოს და ლენონს რადგანაც დამოკიდებულები იყვნენ ორჯერ დაემართათ ამ პერიოდში რომ ანუ იოკომ ბავშვი დაკარგა რა ან ნაადრევი მშობიარობა დაემართა და ეგეც ცალკე ტრამვაში რეალურად საწოლი რო ახსენა საწოლი მაგიტო იყო შემოტანილი ხო ალბათ კი არის ხო მართალი ეგ ეგრე არის არა ნებისმიერ რატომ მოყავდა მაგრამ კიდევ უფრო მძიმე თუ შეიძლება და მძიმე ყოფილიყო კი ბევრად უფრო დამძიმებული არის სიტუაცია თან ეს მათი დამოკიდებულება ანუ არ იყო მოგვარებული დამოკიდებულებაში გულისხმობ ნარკოტიკებზე და პოლ მაკარტნის და ჯორჯ მარტინს ჰქონდათ ესეთი იდეა რომ გაიკეთებინათ ალბომი რომელიც არის სიმფონიასავით რომ აი ერთი ტრეკი მეორეში გადადის ყველა ებმევა ერთმანეთს ზოგჯერ ვარიაციები წინა მელოდიები ბრუნდება აი მართლა რაღაცა ის როკ ოპერა მიუზიკლის ის აქ რა მაინც მიდრეკილება აქ მიუზიკლის კი და ამბიციური მომენტი იქნება და პროსტა ლენონი იყო სულა წინააღმდეგი ამის განსაკუთრებით ბოლო ამბავში ამ დროსაც ყოველთვის ჩხუბი ხდება აი ყველაზე პატარა დეტალებზეც კი ამიტომ კომპრომისად ის არის რომ ნახევარი მხარე არ არის გადაბმული ცალ-ცალკე სიმღერებია მეორე ნახევარი ებმევა იმიტოა ყველაზე პოპულარული რახან ბოლოა Abbey Road-ი მე მგონი ყველაზე კარგი ჩანაწერები არის ჩანაწერიც კაია და კაი სიმღერა ბიჭო იზდებიან რა და ჯერ თავის აი პიქს მანდ მიაღწიეს რეალურად რა რეალურად Beatles-ი ესე ქავერად რომ მეხსიერებაში ეგ არის ხო და ყველაზე მანდ ქავერზეც ძალიან მაგარი ისტორია რა ხო იყო რომ ანუ ალბომისთვის უნდა დაერქვათ ევერესტი იმიტომ რომ ხმის ოპერატორი ეწეოდა ევერესტი იყო სიგარეტი რა და იფიქრეს რომ აუ ევერესტი დავარქვათ და გადავიღოთ ევერესტზე აუ ისევ ეგ არის მაგრამ ისევ და რაკნეს აეზარა და იქ გზაზე გადავიდა თავის სტუდიის შესასვლელი გზა არის ანუ ეგ არის Abbey Road-ში როგორც შედიხარ ეგ ზებრას გადასასვლელი არის და აქ შემოდის ზებრა როგორც სახურავზე ავიდნენ ყველაზე იკონური ხო ყველაზე იკონური გამოსახულება და ისევ სიზარმაციდან გამომდინარე ნო რა ძალიან კაი გადაწყვეტილება ამ დროს ბიჭო ჩვენც ეგრე არ ვქენით გადავიღოთ სტუდიებს ვეძებდით რომ პოდკასტი გავაკეთოთ და სახში გავაკეთოთ სახში ვართ ყველაფერი გაქვს ზებრაც გაქვს იმინა ზებრაც ყავს და ვეცონი ჩვენთან ერთად Abbey Road-ი როცა გამოდის რეალურად ყველა მიცის რომ ანუ დაშლილები ვართ იმიტომ რომ ლენოს ეს საუბარი უკვე აქვს გაკეთებული მაგრამ ჩემი აზრით დაშლაზე არ მიდის ესე პირდაპირ საუბარი უბრალოდ იმაზე მიდის საუბარი რომ ჩვენ ცალ-ცალკე მუსიკას გავაკეთებთ ანუ რომ ჰარისონი სოლო ალბომს ჩაწერს პოლ მაკარტნი სოლო ალბომს ჩაწერს მაგრამ რაღაც მომენტში გადავიკვეთებით პროექტებზე ეს რეალურად ეგრე უნდა ყოფილიყო ანუ პლუს იმიტომ რომ ლენონი პარალელურად რაღაც სინგლებს უშვებს Instant Karma Cold Turkey რომელიც ბიტსთანაც მოიტანა და არავის არ უნდა და ათხმიანზე მუსიკის გამოშვება ძალიან კარგი Cold Turkey ხო იცი რას ნიშნავს ანუ ჩემმა მეგობარმა ბავშვობაში რა თქვა რომ გაიგოს ლომკას ნიშნავს Cold Turkey ნიშნავს ლომკას აი ესე პირდაპირ ლომკაზე წერდა სიმღერებს ძმა ლომკას ნიშნავს თუ იმას რომ ანუ პირდაპირ რომ წვეთ მოხმარებას ხო ანუ და რაც ცადეს იოკომ და ლენონმა ანუ პირად გამოცდილებას მეგობარმა მკითხა ბავშვობაში შრალზე გადატანას ხო რა ჩემმა მეგობარმა ბავშვობაში მკითხა რომ ბიჭო დარეკე თურქეთში რატო ქვიაო სიმღერას Cold Turkey Abbey Road-ის მერე ფინანსური დრამები გრძელდება შეკრებებიც არის ისევ ეს ბიზნეს პონტები
მაგრამ ხელშეკრულებას ხელს აწერენ. მაგრამ პოლ მაკარტნის არ უნდა ამ ტიპთან. ეს ტიპი არ მინდა რომ ჩემი მენეჯერი იყოს. იქნებ ამ სამის მენეჯერი იყოს და ჩემი არ იყოს მენეჯერი. მაგრამ ეგ პრობლემა აღმოჩნდება, როდესაც უკვე დაშლაზე წავა ბაზარი. რატო ვახტები ხა მაგას არ ვიცი. არა, კარგად მიდიხარ. ანუ პოლ მაკარტნიმ იმისთვის რომ თავისი ფინანსური ინტერესები გამოიტანოს Beatles-იდან Beatles ალან კლაინს ვერ უჩვენებს მენეჯერს, დანარჩენ სამს უნდა უჩილოს. ანუ ეგ არის, აი ხო ხტები social network-ი არის რა. კაი, ჯერ მოდი დავშალოთ მაშინ. კაი, მაშინ დავშალოთ ხო. კაროჩე, უნდა გამოვიდეს, ნახე, ეს ებიროუდი გამოვიდა. ვიღაცა ტიპი არის Phil Spector-ი, რომელსაც წელში ვართ ხა? ჰა? 79 წლის ბოლოში. Phil Spector-ი, პროდიუსერი ცნობილი, რომელსაც მე ხალი მოკლა დაიჭირეს და ნუ მთელი ამბავი Phil Spector-ი ნახეთ ვინ არის. მოიყვანეს ეს Phil Spector-ი, იქნებ რამე დააპაჩინკოოს ალბომიო რა. რეალურად მაგარი ალბომია, Let It Be, მაგრამ ნუ რაღაც აბდაობდათ არის ჩაწერილი. ამ Phil Spector-მა სკრიპტები დაადო ქალების ვოკალები რაღაცები, ნუ რომელიც მაკარტნის ძალიან არ მოწონა და ნუ უნდა გამოვიდეს ეს ალბომი. ამასობაში მაკარტნი ჩაწერა სოლო ალბომი. ყველანი მუშაობენ სოლო ალბომზე. ყველანი მუშაობენ. მაგრამ თან ითვალისწინებენ რომ Beatles-ის პროექტები პერიოდულად გამოვა. სოლო ალბომი მაკარტნია თუ ვინქსი არის? არა, პოლ მაკარტნი არის. ჰარისონი თავისაზე მუშაობს, ლენონი თავისაზე, მაკარტნი თავისაზე. ალბომს გე მაკარტნი. და მაკარტნი ამბობს რომ ალბომი უნდა გამოუშვაო. ესენი ამბობენ რომ მაიცაში შემა ეს გამოვიდესო რა, Let It Be-ო. ერთ დროს ნუ გამოუშვებთო, ანუ ბიზნესურად ცუდია. მაიცა არ იყო ოღონდ, ანუ ეგ სპეციალურად ჩასვეს რომ რამე მე მგონია. იმიტომ რომ ნახე ერთი იყო რომ მე გადაწიეს რილის დეიტი. კი. ანუ უნდა გამოსულიყო, ნუ კაიო, ამან გადავწევო. ამა ხო გადაწია. ამათმა უცებ ბიჭო არა ამ დღეს არ გვინდაო, ამ დღეს გვინდაო და დაუმთხვიეს ისევ. ანუ კომპილაცია, Beatles-ის კომპილაცია გამოდის და შენ ის უნდა გადავდოთო და მე რაპონში բայց კომპილაციაზე იყო ბაზარი. Hey Jude-ზე მედეს ბაზარი. ბოდიში, Let It Be გამოსულია უკვე. Let It Be მერე გამოდის. 60. ეგ არ ვიცოდი. ანუ ნებისმიერ ვარიანტში მოკლედ ეს იყო აი ძალიან უცნაური ურთიერთობა იწყება რა, ადვოკატების გავლით და აი ესეთი აი მაქინაციები ერთმანეთის მიმართ. და რის გამოც ვიცი რის მოყოლაც კიდე თქვი ბარემ. რინგო? ხო, რინგოსის. ხო და კაცი უთხოვენ რომ არ გამოუშვა სამან ალბომი, არ ვიცი, ეგეც კაი პროჭობა არის. მაგარი პროჭობა არის კი. და გაუგზავნეს ბოლო უკვე რომ დაუმთხვიეს, გაუგზავნეს ამან თქვა რომ უშვებო. გაუგზავნეს რინგო. ყველაზე მეგობრული დიპლომატი. და ამან გამოაგდო დედის ტრაკის გინებით რინგო სახლიდან. მაკარტნი. იმიტომ რომ მაგისტვის მოხვედი, ანუ წერილი გადასცა დანარჩენი სამისგან რომ შენ უნდა გადასდო შენი რელიზი და ანუ აი მაგ ურთიერთობამდე რომ მივიდნენ ეგეთი ფორმით, დაჟე რომ პირადად ვერ ურეკავენ და ვერ ეუბნებიან, ადვოკატების გავლით რო ხდება და ისიც იწყება უკვე პრესაში აი ჩუმჩუმი სტატიები რომ აი პასუხები პრესა. ხო, ეს ზუსტად რა აი პრო ლენონი რაღაც ანტი მაკარტნის სტატიები იწერება და დრამა, ნუ მოკლედ. დრამა არის კი. ხო, და როგორც კდება ამბავი რა. იმის და მიუხედავად რომ ლენონმა თქვა რომ მე ჯგუფიდან წავედიო და ეს ოფიციალურად არ არის დადასტურებული და თვითონაც რეალურად პრესაში ანუ არავინ არ ამბობს. იმიტომ რომ თხოვ ეს ნუ არ ვიცი ხა რატო შეიძლება მე გადაიფიქრე იმიტომ რომ ლენონს გუთი პარასკევია და რა ხდება? რა ხდება და მაკარტნი ალბომის იმის თავისი ალბომის პრომოუშენის ფარგლებში აკეთებს ინტერვიუს თავის თავთან. კითხვარი არის. სადაც წერია რომ Beatles-იო ერთ-ერთი კითხვა იყო რომ ისევ იმუშავებსო ერთადო? არა. არა. და პასუხი არის არა. და ეგრე იგებს მთელი მსოფლიო რომ ეს მთავრდება. ისევ თავის პონჩი გამოიღებს. მეორდება თავის ალბომს უშვა. LSD-ის ისტორია მეორდება. ხო, ლენონს ეს ძალიან გაუტყდა რომ ეს ჩემი დაწყებული ბენდია და შენ ამთავრებ თუ რაღაც ეგეთი და ეგ რო გამოიყენა იმისთვის თან რომ ალბომის პიარი გამოუვიდა რეალურად რა. ეგ ძალიან კაი ის არის ვიდეოც ხო არის თვითონ ამ Apple-ის შენობის წინ გოგოები რო ტირიან და ეს ჟურნალისტი ამბობს რომ ეს იქნება რაღაც ერთ-ერთი ქვაკუთხედი ბრიტანეთის იმპერიის დაცემაში. ან თან 10 წლეულის მთავრდება რეალურად. ანუ 70 წლის მაგრამ თუ გახსოვს მარკ ლევისონი რო არის ხო იცი? მაგას აქვს აუდიო მოსმენილი, რომელიც არის ჩაწერილი სადაც არის მაკარტნი, ლენონი და ჰარისონი და იწერენ რინგოსთვის ამას, რომ ჩვენ თუ რამე შემდეგი Abbey Road-ის მერე ჩაწერას აპირებენ. და დაჟე დიპლომატიურად გადანაწილება, რომ მე სამი სიმღერა, შენ სამი სიმღერა, შენ სამი სიმღერა, რინგოს ორი სიმღერა
და ან მან მთელი პონტი მიდის იმაზე რომ ჰარისონს უნდა კონდეს იმდენივე სიმღერა რამდენიც მე და შენო ლენონი ეუბნება მაგას მაკარტნი მაგრამ მაკარტნი წინააღმდეგია მაკარტნი წინააღმდეგია მაგრამ ჰარისონი ლენონს ეუბნება რომ შენ წინა ალბომში მე მგონი არც ერთ ჩემს ტრეკზე არ უკრავდი ანუ და ძალიან საინტერესოა ანუ ერთმანეთს კარში უტრაკებენ აშკარა რო არის რომ ურთიერთობას აზრი აღარ აქვს ყოველ შემთხვევაში იმან ისქნა დააგდო თავისი ალბომი და გაჩერდა და ოფიციალურად იწყება აი სასამართლო დავა რო თქვი რომ უნდა უჩივლოს დანარჩენ სამს ანუ მანდე და იწყება დაშლა ან დაშლა უბრალოდ მან თავდება ანუ დიდი მაგრამ არ არის დიდი პროცესი დიდი პროცესი სასამართლო პროცესი მე წლები გრძელდება კიდე 6 ან 5 წელი ვერ აწერენ ხელს საბოლოო დასრულებას იმას რომ ბიტლზი დაშლილია რა მაგრამ მაგარი ფაქტი სად დაიშალა ბიტლსი დისნეილენდში ერთხელ ლენონი ბოლო მანდაცეს ხელმოწერა ლენონის დისნეილენდში მიაწოდეს საბუთები ეს გადაუგნე ხო ლენონის შულთან ერთად რჩებოდა მაგრამ ბიტლს დაიშალა დისნეილენდში მე ძალიან ჩაძაბული სიცხო იყო ანუ ლენონი და მაკარტნი ერთმანეთზე სიმღერას რო წერენ ან პირველი დისტრეკები ასე ვთქვათ ხო how do you sleep არის ნუ რეალურად მაკარტნი so Sgt. Pepper's took you by surprise the only thing you done was yesterday and since you gone you just another day რაღაც სიმღერაა მაგრამ ანუ შენ არიცი რაჯმა რაჯმა დემო მაქვს მოსმენელი how do you sleep at night you can't ხო ოუ შენ დაჟეგრე ხო არა ძალიან დიდი ზიზღი ქონდათ მაგრამ ლენონის ძალიან ლენონს ძალიან საინტერესო ლენონს ხო ქონდა მე რაღაც თერაპიის პერიოდი და მე ბიტლზის დაშლა რო შევა როლინგ სტოუნი ჟურნალი მაშინ ახალი დაწყებული იყო და ლენონთან არის ინტერვიუ აუდიოც არსებობს სადაც 4 საათიანი სადაც სუპერ გაბრაზებული თერაპია არ დამთავრებული ლენონი აი იგინება ყველაფერს აჯვამს და აკნინებს მაკარტნისაც აგინებს და რომ თლიანად და ვითომ აი პარტნიორობაც არ ვარგოდა და არაფერი რის თქმა მინდა ამით არ ვიცი მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში გულწრფელი საუბარი და ერთმანეთის დახაბრახა იწყება ერთმანეთში პრესაში ხო და ძალიან დიდხანს გასტანს და ერთადერთი რაც არის საბოლოოდ ხა ბოლოში რომ მივიდეთ მაკარტნი ამბობს მაგას რომ ერთადერთი კარგი რაც იყო ბოლოს დაუმეგობრდითო ისო სიკვდილამდე რა აი მოდი ვთქვათ ეხლა სოლო კარიერებს გადავიდეთ ძალიან ისე ზედაპირულად ამათი რა ვინ რა გააკეთა როგორ გააკეთა ხალხისთვის ანუ ამან უკვე პირველმა დაიწყო რეალურად ეგრე გამოდის მაკარტნი ეჭო რეალურად ლენონმა დაიწყო მაგრამ ნუ ბიტლებს დაიწყო პირველი მაკარტნის ხო მაკარტნი დაიწყო ხო მე მოყვება ლენონი თუ პარალელურად არის ლენონი და არ ვიცი მაგრამ ქრონოლოგია ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ ანუ მალევე მაგ დროს ტრიუმფალური ჰარისონი გამოდის იმიტომ რომ ამან მთელი ამ წლების განმავლობაში დაგროვილი მუსიკა სამ ფირფიტად გამოსცა ერთ ალბომში და ეგ ძალიან გაყიდვადიც იყო და ჰიტებიც ჰქონდა და ანუ ან ჯორჯ ჰარისონი ყველა მიხვდა რამდენად დაჭრილული იყო ჰარისონის დის სიმღერა ვავა how you're giving me a wawa wawa დაუწერა მაკარტნი აი ეგა მე კიდე ცალკე მაკარტნი სოლოს მე უკვე wings იწყებს და ხო ანუ მაკარტნი ძალიან დიდი ხანია კომერციულ ადგილს პოულობს და კრიტიკოსები აი ძალიან აჯვა მიწაზე ასწორებენ ძალიან ცუდი პერიოდია მაკარტნისაც და wings-საც ცუდი პერიოდია ანუ wings აღიქვამენ როგორც მაკარტნი აი wings ანუ ლენონი ჩიტი რო დავირქვა მე ხა მაინც ანუ იმ პირველ ალბომს რო უშვებს დაშლის მერე პლასტიკ ონ ობენდი რომელიც აი პირველად არის რომ მე არ ვიცი მაგ პერიოდის სხვა მუსიკა რომელიც იმენა თავის ცხოვრებაზე რომ დედა მიატოვა მამა მიატოვა აი თავის თავზე მღერის რა ბიოგრაფიული და რაღაცნაირი უფრო თერაპიული ალბომი არის ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ალბომია დღეს პლასტიკონო ბენდი ლენონის დღესდღეობით ხა მაგდე მარკოს ინტერვიუ მაქვს ნანახი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბომია ჩემთვისო რეალურად რომ მოусმინო დღევანდელი ინდი არის მაგ ალბომიდან მოდის რა მაგ რემზეთ შეიძლება თქვა ინდის პონჩი რემიც ეგეთი არის ხო მაგრამ რამდენი მოასრო ლენონმა ბიჭო 1000 სისულელე არის 1000 სისულელე არის ხო დაალბომებული მოასწრო ალბათ 5-6 ერთი კომპილაციაც არის იცი რა ალბომებად ერთადერთი პლასტიკონო ბენდია კარგი ალბომი თორე დანარჩენზე ვერ იტყვი რომ აუ რა მაგარი ალბომია არა ხო ანუ ლენონი უცებ არ გამოდგა ის ტიპი სხვა შორის ამის იქამდე თქმა როგორ დაგვავიწყდა რომ ლენონი ძალიან ზარმაცი ადამიანი არის გარდა ჯანკის პონჩია სუპერ ზარმაცი იყო რო არა მაკარტნი სავარაუდოდ ანუ ის სამუშაო არ იქნებოდა გაწეული რაც გაწია ბიტლსმა ეს ზარმაცი ჯანკობიდან და არა ისედაც ეგეთი იყო არა ისედაც ხო ისედაც ეგეთი მე წარმოიდგინე 75-დან 80 წლამდე 5 წელი გაატარა ლოგინში
ანუ вообще ტელევიზორს უყურებ და არაფერი არ გაუკეთებია. პროკრასტინატორი. პროკრასტინატორი უსერიოზულესი. აი ოპიატებს მოყვება თავიდან ხოდავს რაღაცებს გაკეთებ იმას და მე всё ლოგინად გაგდებს რა. აი ისა მოდი Wings-აც ისე ძალიან ზედაპირულად რო ვქნათ. Wings-ი რამენაირად დარჩა, მე კარგად არ მაქვს Wings-ი, აი Silly Love Song. Просто Paul McCartney არის თავისი ბენდით რა. რაღაცა სახელი დაარქვა, თორე ის Wings-ი შენ გონი ერთ და იგივე ხალხი იყოს. წელიწადში ერთხელ რამდენად მნიშვნელოვანი იყოს ვიძახი კაცო ზოგადად. ანუ აი Band on the Run ხო Paul McCartney შეძლო რომ აი ერთი მონუმენტური ალბომი გამოუშვა ისე რომ აი კრიტიკოსებმაც თქვეს რომ აი ეს მაგარია. მე Harrison-იც არ მყავს ის ცალკე კარგად ნასმენი, მაგრამ რაღაცა ის აი შენ რას ვთქვი ეგ მაგ ალბომში არ არის თუ სად არა ეგ იმაში რა ქვია Living in the Material World მაგრამ კაროჩე Harrison-საც კაი დასაწყისი ყველამ ძალიან კარგად დაიწყო 70-იანები რეალურად Ringo-ს ჩათვლით ბიჭო Ringo ძალიან წარმატებული იყო რეალურად რა Ringo ხონდა პირველი number 1 თუ ვის ხონდა რაღაც ეგრე დაშლის მერე მე მგონი პირველი number 1 Ringo-ს ხონდა კარში ლენონი უწერდა Ringo-s სიმღერებს Harrison-ი უწერდა და რაღაცა თვითონ ვერ წერდა ეხანა და ვინ ყავდა Ringo-s შეჭ რა ვინც მოუნდებოდა შეჭ რა ვიცი მე Ringo-ა რა არ დაუკრავდი გიტარაზე უნდა გადასულიყო ვაუ dude მე მეოთხე საათში გადავედი ნუ ფრონტმენი ხო ვერ იყო შეჭემა თუ ღერო და როგორ დრამზე კი არ უკრავს ღერის რა თავი ბიტლებში და სიმღერებს რაღაცებს რა ვიცი რაღაცას ღერელი ანუ ხო ალბომში თითო სიმღერას აძლევდნენ ხოლმე მაგის აი და დაუწერტილოთ იმას დაწერტილება არის ეს მე ამას ვიტყოდი მიდი აბა ბიტლზი ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული იმ ხრივ რომ აღარ აქვს შეკრება მეორედ შეკრება რა იმიტომ რომ საუბარი მიდიოდა 74-ში არ არის 200 მილიონს რო 200 მილიონს 74 წლის ფულით ოღონდ ეს ახლა ალბათ მილიარდზე ალბათ მილიარდზე მიდის ლაპარაკი UN არ თავაზობს თუ UNICEF-ი თუ ისინი ბევრს არ თავაზობენ გაერო თავაზობს რაღაც მილიონობით იმას ოღონდ კონცერტი გააკეთონ საერთოდ მაგრამ ეს რო არ მოხდა არც ერთხელ და მე როდესაც 80 წელს ლენონი მოკლეს ის შანსი რომ შეკრება აღარასდროს აღარ მოხდება ანუ ეგ მითს ბიტლზის და იმას რომ ღირებულად დარჩა აი ძალიან დიდი ფაქტორი იყო რა ეგ რომ ვეღარ შეიკრიბებოდნენ რომ აი დასრულდა და ლენონი მოკლეს ხო რეალურად ლეგენდა მაგით ადრე თუ გენ შეიკრიბებოდნენ ლენონის ცოცხალი რო ყოფილიყო და როგორ დამთავრდებოდა კაცმა და ეგ ანუ აი ჩემზე და ნიკაზე როგორ გავლენას მოახდენდა რომ უცებ 80-იანებში ხედა უკვე რაღაც აი მალეტებით რო გაიშედა ხო მალეტებით რო არიან და რაღაც ანუ ხო ხტები ღირებულება ის არის რომ განუმეორებელი არის რა ის კი არა რომ ფენომენი აი პროსტა ერთად აღარ დადგებიან სცენას და ამიტომ ჩვენ ვიცით აი ის დეტალები როცა სახში ერთი მეორეს მიადგა და ერთი დადებითი წერილი მიწერა ამიტომ სულ რაღაცა მეგობრობის ნაპერწკალი არის მაგრამ კიდე ლენონი რო არ დაბრედილიყო ხო ლენონად შედგებოდა არა კაი კითხვა არა მგონია ხო არა მგონია ან მაკარტნი ვიდარჩებოდა კი მაგრამ მაკარტნიმ ძალიან კარგად გაუფრთხილდა თავის მემკვიდრეობას ანუ ერთია მაგრამ ლენონი ვერ არის მე მგონია რომ ლენონი გრანჟის ტალღას აყვებოდა კიდე ერთ თეორიას ვიტყვი ლენონი კონსერვატორი გახდებოდა როცა გაიზრდებოდა უეჭველს სვამპ მაგას თავს დებ ლენონი გახდებოდა კონსერვატორი ხო უეჭველი ეს არის კონსერვატორი რეალურად მაკარტნი არის არა პოლიტიკურს მე პოლიტიკურად ვიძახი უეჭველს ვამბობ ლენონი არის ეგ ადამიანი რომელიც 69-ში დავამხოთ სისტემა რომელიც მე 75-ში მე მგონი ძალიან დიდარი ვარ და არაფერს არ გავაკეთებ ხო არ ვიცი გონია რომ ასაკში თავის მაგა ჰეტს მოირგებდა არ ვიცი ეგ ზუსტად მაგრამ გონია რომ შეიძლება ეს ორიენტალები ანუ კაია კარჩი დაიბრიდა სწორად ახსრულდა სწორად აღიქვი ბახალა ეგ თქვი ჩვენ ხო მაგრამ ჰარისონის სიკვდილმა შეცვალა რამე ჰარისონის აღქმაში არა სად დროული სიკვდილი როცა 65 წლის იყო და სად 40 წლის ადამიანს რომ კლავენ გართმევენ რა და კიდე უკანა დინებები მიზეზები და არც სუიციდი არ არის რო გავლენა ხალხზე ანუ მაგა ხო შეიფუთა და ხო და ნუ ესე იგი ხა პროსტა რო დაბრედილიყო ლენონი ალბათ ეგრე არის ხო ხო და პლუს იმ ხალხისთვის ვინც 60-იანებში თინეიჯერი იყო და ბიტს უსმენდა და რავი 80 წელს რამდენის იქნებოდნენ უკვე 30-ის ან 40-ის და აი ყველა რო იაზრებს რომ აი ის ოქროს ხანა დამთავრდა რა და თან 80-იანი წლები ხო რაღაცა სოხში ახალი ცხოვრება დაიწყო 80 წლიდან რეიგანი იწყება ანუ თან 60-იანები მითად დარჩა ჯერ კიდე რომ აი 60-იანები რაღაც სიგიჟე იყო რეალურად მართლა ყველაზე კულტურული ყველაზე გარდამტეხი პერიოდი იყო просто ის
ის ოპტიმიზმის ნატამალი ქონდა, რომელიც მე სხვა აწლეულებს აღარ ქონია. ან ცინიზმი შემოდის მე 70-იანებიდან. და 60-იანებში მართლა ყველას გვიყვარდეს ერთმანეთი. მოდი სოკოები ვჭამოთ და მშვიდობა დადგება და რაღაც ეგეთ სისულელეები, რაც იასნად გულუბრყვილო იყო. თან 79 ხო ჩარლზ მენსონი და ყველაფრით თავდება და ანუ ეგ ის ინფანტილიზმი დაასრულა მენსონმა შეჭე. ხო, რომელიც ასევე კავშირშია. ეგ თქვათ მაშინ, რა ჩარლზ მენსონი რო ბიტლსთან კავშირშია, იცი? რატო რო ამბობდა რო ხომ მოკლა ეს შერონ თეითი და სასწავი რა? მოაკლევინა პროფესორ მენსონის ოჯახმა. რო ბიტლსის სიმღერაში ამოვიკითხე Helter Skelter-შიო, მესიჯი იყო რომ მე ეგ უნდა გამეკეთებინა. და ფიგიში ხო, იმ თეთრ ალბომს სულ უსმენდა. და ეგრე აღიქონდა და ბიტლს აღიქონდა როგორც აპოკალიფსის 4 მხედარი. და თვითონ მესია, რომელიც სახლიდან ჯიბეში ამასაც იხوارედო, რა ქვია, ციგნად რაც იმის. ეს რა ქვია, თამაში ჭვავის ყანაში? ხო, ეგ საინტერესო ფაქტორია, თამაში ჭვავის ყანაში აქვს ეგ ნიჰილისტური და სიყალბის განადგურების მოთხოვნილება. თქვათ ვინ იყო, ვინც დაბრიდა ლენონი ბარემ. ვისაც ვიღაცები არ ამბობენ, ხო, ვიცი, ხო, რაღაც ისა, მაკბეთს რო აღხსენებენ ხოლმე თეატრში თუ რაღაცა. მარკ დევიდ ჩეპმენი. რომელიც იყო უბრალოდ დაკლაურული აზერბაიჯანიდან, ანუ რამოდენიმეჯერ მოუწია გამოსვლა და ამდენი ხნის მერე ამ წესით რეალურად ცივსისხლიან განზრახველობაზეც უნდა გამოსული იყოს, მაგრამ გონია რომ თვითონ და საკუთარ უსაფრთხოებაზე, მის უსაფრთხოებაზე ზრუნავ. კი, და ციხეშია. ვაუ. ანუ რეალურად მართლა განზრახველობაზე რამდენი ხანი გავიდა 45. ის ნანახი გაქვს Mindhunter-ი, რო დადიან და ამ behavior-ის რო იკვლევენ და ქცევას მანიაკების. და მენსონთანაც რო არიან, ხო? და მამასთანაც უნდა ჩაპმანთანაც უნდა შესულიყვნენ. მართლა? არა, უნდა ყოფილიყო თუ სერიალი უკარგესი მანიაკები. მაგასთანდა. და შედიან ამ თავარ მანიაკებთან მენსონთან იმასთან. ხო, მაგრამ მე მგონია რომ იოკო ჩალიჩობს ყველანაირად რომ მაგის სახელი ზედმეტად არ გაჟღერდეს. მე მგონია რომ თვითონ მოკლავენ მაგ ტიპს რომ გამოვიდეს. ხალხი ეხა ვინ რას მოკლავს? ფანატიკ, ანუ ეხლა შეიძლება არა, მაგრამ 90-იანებში, 2000-იანებში უეჭველად ვიღაცა, რომ შენ ვინ მოგვიკალი. კაი, ერთ რაღაცას ვიტყვი მაშინ რა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი რეკლამა არ ჭირდება, მაგრამ Bedford Falls-ის ალბომი არის გამოსული უკვე. Lazy Bones და აღწერაში არის. და მოდი ბარემ ხალხს მივცეთ ჩვენი რამოდენიმე ტრეკი Beatles-ების საყვარელი. ბიჭო, ეგ როგორ გაეცინა? ძალიან რთულია. იცი რა უნდა ქნათ, ანუ ყველამ ერთდროულად დავიწყოთ ჩამოთვალ სიმღერების და აი fade out-ით, აი მაგითი უნდა გაიყვანოთ, რაღაც ეგრე უნდა ყველაზე სუსტი ისე დავიწყოთ, რომ არ გამომივიდეს თქვენი გამეორება. მიდი. ალბათ ეს Strawberry Fields-თან, Golden Slumbers ასევე. როგორც ცოტათი უფრო პოპყურით, albათ Silly Love Song. კი არა და ის While My Guitar Gently Weeps. Here, There and Everywhere. Okay, power. ნუ თქვი ხუთი. ბიჭო, ეგ ჩემთვის არის, აი მართლა გეუნები, აი ყוי უფრო ისეთ არაპოპულარულად. რომელი შვილი უფრო გიყვარს დაახლოებით. სხვისი რომელი შვილი უფრო გიყვარს ვარიანტია უფრო. How do you like other people's children? ხო იცი? რაღაცები შეიძლება ეგრე გიყვარდეს, რომ შენი დაწერილი იყოს, კი. მაინც. ბიჭო, რა ვიცი. ძალიან რთულია თო. რაც მოგივან. მაგრამ რამდენიმე ამბობს, რა Sexy Sadie, ვისაც არა არის კავშირი Beatles-თან, რომ ამით დაიწყოს. Sexy Sadie, რომელიც მაჰარიშიზე არის. ხო, Sexy Sadie მაჰარიშიზე, მაჰარიში ვოთებიდან იყო და მე გადააკეთა Sexy Sadie. იყოს ერთი კიდე თქვი. კაი, ხა შენ თქვი და თანმიმდევრობით, იმიტომ რომ მე ვერ Happiness is a Warm Gun. არის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა, რაც კი უდის მე დაწერილა. Happiness is a Warm Gun. და მაგას მოაქვს თავისი ბნელი, ანუ Beatles-ი ყველას გონია რომ ულალალალალა, მაგრამ აქვს თავისი სიბნელეც და დეპრესიაც. იქ გვერდზე I'm so tired. ხო. სიმღერა. How is it? ნებისმიერი გოგა? Day in the Life. A day in the life. აი მე მგონი ეგ არის. აი ვისაც ვაფშე Beatles-ი არ გაქვს მოსმენელი A day in the life მოусმინეთ და მე ყველაფერს. და უკვე გარეთ უნდა ვიყო დავრბოდეთ ბალახებში შეჭ. კულტურა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მაგრამ ვიზმუკავეთ. მაგარი. დიდი სიამოვნებით გავამეორებდი რაღაც დროში მე თითო ტიპზე ერთ წელზე გავაკეთე 1967 წლის გაზაფხულზე გავაკეთოთ ერთ დღეზე შეგვიძლია გავაკეთოთ კი მეც მეგონა მოსწენი იქნებოდა და არა დაგღობეთ ახლა არა საერთოდ პირიქით რაღაც მომენტში გაგტეხეთ რა არა გონია ეს
არა, ჩემ არა, მე ბახალაში ვხედავდი, აი, მაყურებელს ვხედავდი, რაღაცა გვისმენს, სადღაც დავკარგავთ, მაგრამ ეს არის თანამედროვე ყურადღების დეფიციტის ეპოქა. უბრალოდ ხართ მანიაკები. ხო, ცოტა მანიაკალურ ბონდია. ანუ ობსესიურები ხართ ბიტლზე და მე ვარ რიგითი მსმენელი. ხო და კაია შენ რო ხარ რიგითი მსმენელის ხური. და აგერ რიგითი მსმენელი. ხალხის მიკროფონი. იმას რა ქვია მაგას. გიტირებას. კი. არბიტრი იყავი შენ ამის. შემდეგზე გავაკეთოთ Pearl Jam-ზე არა? რავა, აი გრანჟზე ვხიოთ რამე. რატო იცინი ხართ? აი მორჩა ხო ეს? ზო, კი, რავი, წავედი. ხო, ანუ რა, ასე არა,